ხალხის გულებსა და ქვეცნობიერში ყირიმი ყოველთვის იყო და რჩება რუსეთის განუყოფელ ნაწილად, განაცხადა დღეს ვლადიმერ პუტინმა და მისი გაგებით ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან მიერთება საზეიმო ვითარებაში მოაწერა ხელი. როგორ იქნება დასავლეთის და თავად კიევის საპასუხო ნაბიჯი? კიევიდან პარტია უდარის ლიდერი ვიტალი კლიჩკო ჩვენ ცოტა ხანში ჩაგვერთვება ამ წუთებში ის თათბირზე იმყოფება, სადაც კიევის ახალი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ის განიხილავს თუ რა გზები რჩება უკრაინას კრიზისიდან გამოსასვლელად. ჩვენი სტუმარია აგრეთვე უნდა იყოს ესეთ კახა ბენდუქიძე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა კიევიდან და დღეს უკრაინის კრიზისის თემაზე ლექციის წაკითხვაც კი ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ამის დრო მას აღარ დარჩა, ვინაიდან ის დილიდან მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. დაკითხვა ამ წუთებშიც გრძელდება და იქიდან ჩვენ ახლა ჩვენი ჟურნალისტი ანა წერეთელი ჩაგვერთვება და გვეტყვის როგორ მიმდინარეობს იქ პროცესები. ანა, მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა. ხომ არ დასრულებულა შემთხვევით ამ წუთებში დაკითხვა? არა, გიორგი, კახა ბენდუქიძის დაკითხვა ჯერჯერობით არ დასრულებულა. ეს დაახლოებით 10 საათზე მეტია, რაც თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი იმყოფება მთავარ პროკურატურაში. როგორც ცნობილი არის, დაკითხვა მიმდინარეობს 10 საათზე მეტი ხანია და ცნობილი არის ის, რომ კახა ბენდუქიძემ ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე ისარგებლა შესვენებით. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ტელეფონით ვესაუბრეთ პროკურატურის პრეს-ცენტრის წარმომადგენლებს, რომელმაც განგვიცხადეს, რომ არ არის გამორიცხული ბენდუქიძემ მთავარი პროკურატურა დატოვოს ცოტა ხანში. რაც შეეხება უშუალოდ საქმის მასალებს, ადვოკატის შესვლამდე მთავარ პროკურატურაში ადვოკატი აცხადებდა, რომ ამ საქმის მასალები მთავარ პროკურატურიდან მისთვის არ გადაუციათ და სავარაუდოდ რა ფაქტებზე არის საუბარი ამ საქმეში, ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც კახა ბენდუქიძე და მისი დაცვის მხარე დატოვებენ მთავარ პროკურატურას. ანა, რა ხდება თავად პროკურატურის შენობასთან? აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა ჩვენთანაც იმყოფებიან დღეს სტუდიაში და ისინი ელოდებიან წესით, რომ მათი უნივერსიტეტის დამფუძნებელი მოვა და მოახერხებს დღეს გადაცემაში მოსვლას. მანდ თუ იმყოფებიან მისი მხარდამჭერები? დიახ, გიორგი, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აქ უკვე რამდენიმე საათია მთელი დღის განმავლობაში იმყოფებიან კახა ბენდუქიძის მეგობრები, მისი თანამოაზრეები, ასევე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ კახა ბენდუქიძეს და სხვა პოლიტიკური კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში რამდენიმე წუთის წინ ასევე განაცხადეს, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და აუცილებელი არის, რომ ჩატარდეს ობიექტური გამოძიება აგრარული უნივერსიტეტის საქმეზე. დიდი მადლობა, ანა, ჩვენ დაგიბრუნდებით, როგორც კი დასრულდება და დაკითხვა ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი დასრულდება ჩვენი გადაცემის დასრულებამდე. მადლობა, ანა წერეთელი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. მოკლედ, ჩვენ ველოდებით, როდის დასრულდება პროცესი მთავარ პროკურატურაში, ველოდებით, როდის დასრულდება თათბირი, რომელსაც ვიტალი კლიჩკო ესწრება კიევში და მანამდე გადავდივართ ჩვენი გადაცემის კიდევ ერთ თემაზე. დამოუკიდებელი ტელეკომპანიების შესაძლოა დახურვის საფრთხის წინაშე დადგნენ, თუ სახელმწიფო რეიტინგების მანიპულირებას დაიწყებს. ეჭვი იმის შესახებ, რომ სახელმწიფო სწორედ ამას ცდილობს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც შემოსავლების სამსახურმა იმ ოჯახების სია მოითხოვა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ტელერეიტინგების შედგენაში. რა მიზანს ემსახურება დაწყებული შემოწმება და სადამდე მიიყვანს მედიას ეს პროცესი? ჩვენი სტუმრები დღეს არიან ნიკა გვარამია, ილია კიკაბიძე, ქეთი ქვარცხავა, კახა კოჟორიძე, ზურაბ გუმბერიძე და ნათია კუპრაშვილი. მე დავიწყებ იმ კომპანიის წარმომადგენლისგან, რომლისგანაც მოითხოვეს სიები სახელმწიფო ქეთი, თქვენ ხართ ამ კომპანიის ადვოკატი. მოდით გითხარით, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თქვენ რომ დათანხმებოდით ამ მოთხოვნას და მიგეცათ ეს სიები უწყებისთვის, შემოსავლების სამსახურისთვის? მადლობთ, მოგესალმებით თქვენს აუდიტორიას. კომპანიისთვის სრულიად მიუღებელია ამგვარი მოქმედება, ანუ სიების გადაცემა ნიშნავს მის კომპრომიტირებას, ანუ ინფორმაციის გამჟღავნებას, რაც კონფიდენციალობის ცხადია ვალდებულებას ეწინააღმდეგება. ასეთ შემთხვევაში კომპანიას თავისი სტანდარტებითაც და ხელშეკრულებებითაც, რომელიც დადებული აქვს სხვადასხვა დამკვეთთან, ტელევიზიებთან და პარტნიორებთან, ევალება, რომ შეცვალოს მთლიანად ის ოჯახები, ასე ვთქვათ, ჩაანაცვლოს აპარატურა და განათავსოს სხვაგან, იმისათვის, რომ არ მოხდეს ამ ინფორმაციის, ასე ვთქვათ, გამჟღავნება. რაც გამოიწვევს რამდენიმე თვით კომპანიის პარალიზებას, ვინაიდან ეს პროცესი არ არის ერთდღიანი, ორდღიანი და თუნდაც ერთთვიანი. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თვეების განმავლობაში ფაქტობრივად რეიტინგები აღარ იარსებებდა. არ იარსებებდა. არის ისეთი ვარიანტი, თუ ეს მთლიანად დარღვევა იქნებოდა თქვენი წესების, რომ დარჩენილიყო ფიფლმეტრები იმავე ოჯახებში, სადაც იყო? ეს უბრალოდ ეთიკურ ნორმებს
წინააღმდეგება ამ კომპანიის. მოგეხსენებათ ნილსენი ძალიან უფრთხილდება თავის რეპუტაციას და გამორიცხულია რომ მას დაეშვა რომ მსგავსი ფაქტი მომხდარიყო და ასე ვთქვათ დარჩენილიყო ფიბრომეტრები იმ ოჯახებში რომელიც სიაც ვიღაცისთვის არის ცნობილი და შესაძლებელია არის გათქმული. კარგი, ზურა, სარეკლამო კომპანიის წარმომადგენელი ხარ შენ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში ტელერეიტინგები საერთოდ არ იარსებებდა? მოგესალმებით. ძალიან მძიმე შედეგების წინაშე დადგება სარეკლამო ბაზარი აუცილებლად იმ შემთხვევაში თუ არ იარსებებს რეიტინგი, იმიტომ რომ თუ არ არსებობს რეიტინგი, ანუ მომხმარებელი მარიცის რაში იხდის ფულს. თუ ზუსტად არ ხდება ასე ვთქვათ რეიტინგის დადგენა რომელიმე ავტორიტეტული კომპანიის მიერ, როგორც არის მაგალითად იგივე AGB Nielsen-ი, ამ შემთხვევაში დამკვეთები თავს არიდებენ იმას, რომ ფული დახარჯონ ტელევიზიებზე რაღაცა პერიოდით, ან შეიძლება საერთოდაც თავისი ასე ვთქვათ მარკეტინგული ბიუჯეტების ალოკაცია მოახდინონ სხვა ვთქვათ მედია საშუალებებზე, არის გადაიტანონ ინტერნეტზე, აუთდორში, რადიოში და ასე შემდეგ. ან შეიძლება მსხვილმა კომპანიებმა საერთოდ რეგიონის სხვა ქვეყნებზე გადაანაწილონ თავიანთი რეკლამები. ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის უცხოური ასე ვთქვათ ტრანსნაციონალური კომპანიების გადაწყვეტილებები, იგივე ვთქვათ Procter & Gamble, Schwarzkopf, Henkel და ასე შემდეგ Coca-Cola. ამ კომპანიების ბიუჯეტების განაწილება ხდება head office-ებში, მაგალითად ევროპის head office-ი განიხილავს 30-ზე მეტი ქვეყნის მასშტაბით, ასე ვთქვათ, თავისი თანხები თუ რომელ ქვეყანაში, რომელ არხზე რა პროცენტით უნდა გადანაწილდეს, თუ მათ რამე დოზით მაინც ეჭვი შეეპარებათ იმაში, რომ შეიძლება რეიტინგი არ იყოს საკმარისად სანდო, ეს ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ აი ეს დიდი კომპანიები თავისი ბიუჯეტის ალოკაციას მოახდენენ ჩვენს მეზობელ რეგიონებში, მაგალითად გადაიტანენ სომხეთში ან აზერბაიჯანში იმ ფულს, რომელიც უნდა დახარჯულიყო საქართველოში და აი ეს ვთქვათ, მთლიანად რო შევხედოთ იმ თანხას, რასაც ვთქვათ, საერთაშორისო დამკვეთები ჩვენთან საქართველოში ხარჯავენ, ეს არის 20 მილიონი ლარი, რომელიც არის დაახლოებით მესამედი მთლიანი სატელევიზიო ბაზრის და ამ თანხების არ ქონის შემთხვევაში ფაქტურად კოლაფსთან გვექნება საქმე. ნათია, ეს იქნებოდა მხოლოდ ტელეკომპანიების და ამ შემთხვევაში რეიტინგებზე მომუშავე კომპანიის პრობლემა თუ ზოგადად საზოგადოების პრობლემაც? მე არ მინდა მაყურებელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს ჩვენი შიდა პრობლემაა, ასე ვთქვათ, ტელეკომპანიების და საზოგადოება ამას ვერ იგრძნობდა. საზოგადოება იგრძნობდა თუ ვთქვათ, რომელიმე ტელეკომპანიის ფუნქციონირებას შეექმნებოდა საფრთხე, ამას რა თქმა უნდა იგრძნობს. და ეს საფრთხე არსებობს. იცით რაშია საქმე ხარ? რაც შეეხება ჩვენ ორგანიზაციას, ჩემ კომპანიებისთვის, ჩემი წევრებისთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა რეიტინგების სულ, იმიტომ რომ ჩემ კომპანიებს საერთოდ არ მაგრამ ეს არ ეხება იმ საქმეს, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. ზოგადად ამ აჟიოტაჟმა მე მგონი საერთოდ დააზარალა პროცესი, იმიტომ რომ მე დღეს ვესაუბრე TVMRG-ს ხელმძღვანელს და მან მითხრა, რომ არის გარკვეული ზარები თვითონ იმ ადამიანების მხრიდან, ფიზიკური პირების მხრიდან, რომლებთანაც დგას ფიფლმეტრები, რომ რაიმე ტიპის დანაშაულს ხوار ჩავდივართ, რომ საერთოდ ფიფლმეტრები გვაქვს და ვაკეთებთ. ეს არის პრობლემის შექმნელი, იმიტომ რომ ერთის მხრივ არსებობს წესები, რომლითაც უნდა იმოქმედოს TVMRG-მ და ამ წესების გარეშე ვერ იმუშავებს უბრალოდ ის ამ ბაზარზე, ზოგადად ვერ იმუშავებს ვერცად ქვეყანაში. მეორე მხრივ არსებობს, როგორც აღმოჩნდა დღეს, გარკვეული წესები საგადასახადოს მხრიდან, რომელიც ითხოვს გარკვეული მოქმედებების შესრულებას, როცა ხდება კომპანიის ინვენტარიზაცია, რაც წინააღმდეგობა შემოდის კომპანიის, აი ამ შემთხვევაში ამ კერძო კომპანიის წესებთან. ეხლა ჩვენი ამოცანა პირადად ჩემი ამ პროცესში და მე მგონი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ პრობლემა დღეს უნდა მოგვარდეს ისე, რომ არ დაირღვეს, თქვათ, კერძო კომპანიის ინტერესები და არ უნდა მოხდეს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, მაგრამ მეორე მხრივ პრობლემა არსებობს ზოგადად უფრო ღრმა არის, იმიტომ რომ კანონმდებლობა არის გარკვეულწილად შესაძლებელი ამ ნაწილში. ამაზე ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს და ტელეკომპანიების წარმომადგენლები ნიკა გვარამია და ილია კიკაბიძე არიან ჩვენთან. რამდენიმე წუთში დაგისვამთ მე შეკითხვას, თუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნეს უკვე თავად ტელეკომპანიებს, მაგრამ მანამდე, როგორც მე დავპირდი მაყურებლებს, ვიტალი კლიჩკო გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში Киевიდან და დროებით შევწყობთ თქვენთან საუბარს. Добрый вечер, господин Кличко. Огромное вам спасибо, что вы, несмотря на все, нашли время и участвуете в нашей передаче. Сегодня в Кремле был подписан договор, мы знаем об этом, между Россией и Крымом о принятии республики в состав Российской Федерации. В ответ ваша партия потребовала разорвать вообще дипломатические отношения с Россией. Как будут развиваться события? Как вы думаете, к чему нужно готовиться Украине? Я твердо уверен, что не только я, многие страны четко подтвердили, что тот референдум, который был проведен в Республике Крым, является незаконным и антиконституционным. В связи с этим мы не признаем те действия, которые были приняты, в
Крыму. Во-первых, каким образом этот референдум был принимался. Во-вторых, мы не знаем, кто из депутатов принимал его. Не было допущено ни одного из представителей средств массовой информации. Мы знаем однозначно, что в парламенте Крыма во время так называемого принятия референдума присутствовало большое количество вооруженных людей. В связи с этим наша четкая позиция: референдум, который прошел, не имеет своей законной силы, так как он шел вразрез с законом Украины и ее конституцией. Господин Кличко, Путин сегодня также заявил, что Россия не собирается вторгаться в Восточную Украину. Но у нас в Грузии многие видят аналог того, что происходило у нас еще в 90-х годах, и поэтому сомневаются, что Путин остановится на этом. Вы как думаете? Все заявления о том, что российские войска не присутствовали в Крыму, также не соответствовали действительности. Мы знали с самых первых дней те так называемые зеленые человечки без идентификационных знаков, без символики были российскими военнослужащими, которые блокировали жизненно важные объекты, блокировали парламент, блокировали военные части. И Россия заявляла, что не имеет к этому отношения. Так что сегодняшние заявления, что Россия не имеет возможности, не имеет желания вторгаться, но тем не менее большое количество техники, вооружения находится стянуто к границам Украины, что дает все основания к тому, чтобы мы не исключали возможность вооруженной интервенции. Премьер-министр как раз Украины заявил, что конфликт с Российской Федерацией перешел в военную стадию и просит собрать международную комиссию, чтобы немедленно решить вопрос силовыми действиями российских военных в Крыму против украинских военнослужащих. Рассматривается ли, значит ли это, что рассматривается вопрос о том, чтобы просить военную поддержку с Запада? И ожидаете ли вы такую поддержку в случае необходимости? На сегодняшний день, по той информации, которая имеется у меня, разговоров о такой поддержке не имеется. Тем не менее, поддержка моральная, поддержка теми санкциями, которые производятся в отношении Российской Федерации, проводится. Мы благодарны за такую поддержку, но твердо уверен, что мы, украинцы, должны защищать свои границы, защищать территориальную целостность и независимость нашей страны. Господин Кличко, ряд санкций, мы знаем, что уже задействован западными странами. Как вы думаете, насколько достаточны и эффективны эти санкции? Это та реакция, которую вы ожидали от Запада, со стороны Запада? Я знаю, что существует несколько уровней санкций, и мы находимся только лишь на первом уровне санкций, и они будут еще более ужесточаться. Уверен, что должны сделать все для того, чтобы действия были более эффективные. Что может быть более эффективным? Чего вы ожидаете от Запада? Мы ожидаем еще более жестких действий в отношении России. В отношении России эти санкции могут быть намного жестче, то, что касается экономических составляющих. Передвижение, ограничение виз намного большему количеству людей, которые привыкли наслаждаться европейскими стандартами, на самом деле выступают против европейской интеграции. Господин Кличко, в конце нашей беседы я хочу спросить, мы часто видим Михаила Саакашвили рядом с вами. Каковы на сей момент ваши отношения с ним? Можно сказать, что он как бы является вашим советником? Я благодарен всем тем, кто в те тяжелые дни, когда украинцы боролись за независимость, боролись против диктатуры, в те дни, которые сейчас очень важные для Украины, не только лишь морально поддерживает, находясь далеко от Украины. Мы благодарны очень многим людям, которые приезжают, активно участвуют и показывают свою позицию солидарности с Украиной. В том числе Михаилу Саакашвили, который неоднократно и во время демонстраций, мирных демонстраций, и когда действия уже вышли на уровень более активных действий, присутствовал в Украине, оказывал свою моральную поддержку, обращался к украинцам. И Грузия является
хорошим примером для Украины в ключе тех реформ, которые нам необходимо произвести в ближайшее время, чтобы победить коррупцию, чтобы сделать более эффективную систему для того, чтобы каждый украинец чувствовал себя уверенно в нашей стране. Господин Кличко, как вы думаете, вернет ли Украина в ближайшем будущем Крым и каков риск, что Украина, может быть, потеряет контроль и над восточными регионами? Я уверен, что та ситуация, которая происходит в восточных регионах, она искусственно сформулирована со стороны России. Был в Харькове, был в Донецке, видел большое количество так называемых политических туристов, которые с российскими флагами ходят и защищают ущемление прав, так называемое ущемление прав русскоязычных. Могу сказать, нет ни одного региона в Украине, где не понимали бы русский язык или высказывали претензии говорящим на русском языке. Нет ни одного региона в Украине, в котором бы не понимали или высказывали претензии украиноговорящим. Языковой вопрос придуман искусственно, никакого ущемления не существует, а на сегодняшний день делается все для того, чтобы найти любой повод, для того, чтобы эскалировать ситуацию в Украине, чтобы ситуация была нестабильная, чтобы не прошли президентские выборы 25 мая, чтобы вертикаль была создана, чтобы не начались реформы. Я уверен, при удачной реализации реформ в Украине в ближайшее время произойдут колоссальные, кардинальные изменения в экономическом состоянии. И в данном случае мы сможем получить обратный эффект, когда Украина будет прекрасным примером для того же самого Крыма. Скажите нам, пожалуйста, дата выборов остается прежней в конце мая? Дата президентских выборов остается прежней, 25 мая. Не все заинтересованы за рубежом, и также есть люди, которые не заинтересованы, чтобы была в ближайшее время построена президентская вертикаль, но уверен, что президентская вертикаль стабилизирует ситуацию, и выборы ни в коем случае не будут перенесены. Огромное вам спасибо, господин Кличко. Я вам и в вашем лице всей Украине желаю успеха и мира. Огромное вам спасибо. Всего доброго. Спасибо. Грузия для нас является хорошим примером. Всего доброго. Спасибо. Виталий Кличко გვერდებოდა პირდაპირ ეთერში უკრაინიდან. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენ ამასობაში ველოდებით დაკითხვის დასრულებას მთავარ პროკურატურაში და თუ ეს ჩვენი გადაცემის დასრულებამდე მოხდება, მაშინ შესაძლოა კახა ბენდუკიძემ მოახერხოს პირდაპირ ეთერში ჩვენთან ჩართვა. მანამდე მე გავაგრძელებ საუბარს ჩვენ სტუმრებთან, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოუტანოს სახელმწიფოს მხრიდან ტელერეიტინგებში ჩარევას ტელეკომპანიებს და შესაბამისად საზოგადოებას. ნიკა, მე შენთან გადმოვალ შეკითხვით, რა ეფექტი შეიძლება იქონიოს რეიტინგებში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა კონკრეტულად დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე? ვიდრე ამ საკითხს ვისაუბრებდე, მე მინდა თანადგომა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ და იმედი ვიქონია, რომ ძალიან მალე ისინი მოაგვარებენ თავის პრობლემებს და ჩვენი პრობლემების მოგვარების საწინდარი გახდება ეს ერთი და მეორე აუცილებლად მინდა თანადგომა და მხარდაჭერა გამოვთქვა ჩემი მეგობრის კახა ბენდუკიძის მიმართ, რომელიც სრულიად უაზრო ვითარებაში იმყოფება, აგერ უკვე 10 საათია, 10 საათზე უფრო მეტია ჩემის აზრით და იმედი გამოვთქვა, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანაში რამეს წყვეტენ და გადაწყვეტილებას იღებენ, ეყოფათ გონებაც და ნამუსიც, რომ შეეშვან იმ კაცს, რომელიც აკეთებს საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტს საქართველოში. ამას როგორც არა მხოლოდ მისი მეგობარი, არამედ ყოფილი განათლების მინისტრი. არსებობს იმის რისკი, რომ ის დააკავონ მახსოვს მსგავსი სიტუაცია იყო, შენც ასე დაგიბარეს და ამის რისკი არსებობს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა ამ ოპტიმიზმის საფუძველს რა უნდა მაძლევდეს, მაინც და მაინც ვერ ხვდები მართალი გითხრათ, ამის რისკი ბუნებრივი არსებობს, მაგრამ იმედი ვიქონიათ, რომ ეს არ მოხდება. რაც შეეხება საკითხს ტელევიზიებთან დაკავშირებულს. ძალიან მარტივად არის ჩემის აზრით საქმე და ყველაფერი ზედაპირზე აქ რაც აქამდე მოვისმინეთ, ცოტა ნახევარზომებს და ნახევარშეფასებებს გავს, თუმცა მესმის განწყობილებაც TVMR ჯორჯიას განწყობილებას დიდი ხნის განმავლობაში იყო ასეთი და ჩვენც ამაში ავყევით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაცილებით უფრო რადიკალური დამოკიდებულება ჰქონდა ამ საკითხისადმი. შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, ჩუმად მოგვეგვარებია ეს სიტუაცია, უბრალოდ მათ მოეგვარებიათ და ჩვენ რაშიც შეგვეძლო
შეეძლო დავხმარებოდით, რა ვიცი, აქ და ზედმეტი ხმაური ამას არ მოყოლოდა. არ ყოფილიყო, იმიტომ რომ როგორც აქ ახსენეს, უკვე ეს გავლენას ახდენს მაყურებელზე იმ ხალხზე, ვისაც ფიფლმეტრები აქვს და პოტენციურად შეიძლება მომავალში ფიფლმეტრები კონდეს, იმიტომ რომ ასეთი ხმაური ბუნებრივია აზარალებს საქმეს. ელემენტარულად ბევრი ოჯახი, რომელიც საომავლოდ შეიძლება იყოს ამ პროექტში ჩართული, ან სრული გამოთქვას კომპანიამ რომ ამ პროექტში ჩართოს, უარს იტყვის. უარს იტყვის, ან მიკერძოებული იქნება, ან ასე შემდეგ. ნუ ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება ამაზე მუშაობდეს. მიუხედავად ამისა, გუშინ პირდაპირ ასე ვთქვათ, შეუვარდნენ ამ კომპანიას და პირდაპირ მოთხოვეს აბსოლუტურად უკანონოდ, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს უკანონო მოთხოვნა იყო, იმიტომ რომ საგადასახადო შემოწმება ჩაატარეს განვლილ პერიოდზე, რომელიც ერთხელ უკვე შემოწმებული იყო და ამისთვის საჭირო იყო სასამართლო სანქცია, ხელახლა შემოწმებისათვის და ეს სანქცია არ ქონია საგადასახადო ორგანოებს. შევიდნენ ჩაატარეს ეს შემოწმება 6 საათის თუ 7 საათის განმავლობაში და როცა დაასრულეს ეს შემოწმება, უთხრეს რომ აი ხა კი მივდივართ, მაგრამ მაინც უნდა წავიღოთ ის დოკუმენტები, რომელიც თქვენთან ინახება, რაც უთხრეს რომ ეს პოზიცია ჩვენ გამოხატული გვაქვს, ამ დოკუმენტებს თქვენ არ გაძლებთ, შესაბამისად ვერ წაიღებთ. უთხრეს რომ გვაჩვენეთ ყველა ოთახი, დღეს რომ გამოვიდა ხატია მოისწრაფიშვილი და თქვა სიცრუე, შეიძლება მანაც არ იცის რომ სიცრუეს აუცილებს რომ არ შეუშვეს სადღაც, იმიტომ რომ იქ ხალხი მუშაობდა და დოკუმენტების გადაკეთება დაიწყეს. ტყუილი ეს ოთახები იყო. ხო, საუბარი მან ეჭვი გამოთქვა რომ ჩაკეტეს კარებები და ეჭვი გაუჩნდა მას რომ შეიძლება დოკუმენტაციის განადგურება ხდებოდა. რომელსაც აუცილებს შემოსავლების სამინისტრო და ხატია მოისწრაფიშვილი პირადად სამწუხაროდ ალბათ ის ამის საქმის კურსში არ არის და ასეთ ინფორმაციას აძლევენ სკოტ ის პირები, ვინც ამ შემოწმებას ახორციელებდა, იქ არავინ არ იმყოფებოდა, ეს ოთახი იყო ჩაკეტილი, როგორც TVMR ჯორჯია აცხადებს და კეთი დამემოწმება, უბრალოდ არასამუშაო საათები იყო, შესაბამისად არ იყო ეს ოთახი ღია და ლამი შეანგრიეს ეს კარები და შევიდნენ. რომელი საათი იყო ეს რომ დავაკომპლექტოთ გვიან ღამით? ეს უკვე ხდება 10-11 საათზე, რაც არც ერთ კრიტერიუმით არ არის სამუშაო დრო. შევიდნენ იქ რომ ვერაფერი ვერ ნახეს, არ ვიცი რას ეძებდნენ, ალბათ ფურცლებზე დაწერილ ამ სახელებს და გვარებს ეძებდნენ თუ არ ვიცი რა ფორმით უნდა ენახათ ეს და სად უნდა ენახათ. უთხრეს რომ აი მიგვასწავლეთ ეს ადგილი, სადაც არის, თუ თქვენ არ გინდათ რომ მოგწეთ, მიგვასწავლეთ და ჩვენ თვითონ განვახორციელებთ ამოღებას და წავალთ და თქვენ არ დაგბრალდებათ. ეს ნუ ეხლა აბსურდი, ეს რა ტიპის თამაში მიმდინარეობს, საერთოდ გაუგებარია. როგორც კი ჩვენთან განხორციელდა ზარები, იმ წუთშივე წავიდნენ, თუმცა მალევე მობრუნდნენ და მე მთელი ღამის და დღის განმავლობაში დღესაკერ უკვე იქ იყვნენ. რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი თავისთავად ცხადია არის ფიფლმეტრების ინფორმაციის მოპოვება, უბრალოდ რომ იცოდნენ ადამიანებმა რაზე ვლაპარაკობთ, მარტივად გასაგები რომ იყოს. ფიფლმეტრები არის სპეციალური მოწყობილობები, რომელიც ჩამონტაჟებულია ადამიანის თანხმობით, ოჯახის თანხმობით, მათ ტელევიზორში. 350 ოჯახია საქართველოში, ეს ოჯახები შერჩეულია სპეციალური სოციოლოგიური კვლევით იმგვარად რომ სრული საქართველოს მოსახლეობის, ასე ვთქვათ, პრეფერენციებზე და სატელევიზიო არჩევანზე იძლეოდეს ეს სურათი წარმოდგენას და შესაბამისად სრული საქართველოს გაზომვა ხდება აი ამ პატარა 350-იანი სემპლით, რაც საკმარისია როგორც ყველა ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს რეპრეზენტატულობისთვის. როგორც კი 1, 2, 5, მით უმეტეს 10 და 15 ადამიანის ასე ვთქვათ, სატელევიზიო არჩევანი იქნება ხელოვნურად შეცვლილი, ანუ გადაართვევინებენ ამ ტელევიზორს, რაც განხორციელდა რამდენიმე ქვეყანაში, არც ერთი არ არის წარმატებული და წამყვანი ქვეყანა, მარტივია. მოგიტანენ ტელევიზორს, სადაც გეტყვიან რომ გადართე X ტელეკომპანიაზე, სულ იყოს იმ ტელეკომპანიაზე, რომელსაც ჩვენ გინდა რომ უყურო, მაგალითად რუსთავიორს უყურე ამ ტელევიზორში, მაგრამ ის ტელევიზორი ჩართული გქონდეს, სადაც ფიფლმეტრია დამონტაჟებული, ჩართული გქონდეს მუდმივად რაღაცა X, Y კომპანიაზე. ძალიან მარტივია, ეს კომპანია ზომავს მხოლოდ და მხოლოდ ამ ეს ფიფლმეტრი ზომავს მხოლოდ და მხოლოდ ამ კომპანიის სიგნალს. რეალურად ხელოვნურად იწევს კონკრეტული ტელეკომპანიის სიგნალი. მაშინ როდესაც რუსთავიორი ამ ტელევიზორში არასდროს არ გადაირთვება, იმიტომ რომ ეს манипуляция. Რატომ ეს манипуляция, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, თუმცა სავსებით შესაძლებელია, შეიძლება მოხდეს მოსყიდვის, დაშინების ან სხვადასხვა გზებით. და ამისთვის საუცილებელია უნდა იცოდეს სად არის რა თქმა უნდა, ამისთვის თავარია რომ იცოდე ეს სად არის. მიზანი თავისთავად ცხადია, რაში გჭირდება ახლა ეს რეიტინგები. ამ რეიტინგების მეშვეობით ჩვენ ვყიდით რეკლამას. ის რომ რუსთავიორი არის ლიდერი, მაესტრო და იმედი ხან ერთია მეორე ადგილზე, ხან მეორე ადგილზე, ხან ერთია მეორეზე, ხან მეორე. ხო?
შესაბამისად ერთ-ერთი მათი გაყიდვებიც არის დამოკიდებული მთლიანად ამაზე. ამ იმაში ლოგიკაში, მაგრამ ჩვენ ვიცით სამწუხაროდ დახვეწილი მეთოდები, როგორ უნდა გადანაწილდეს რეკლამა საქართველოში. ნაწილდებოდა ესე აქ არიან კომპანიები, რომლებიც არაერთ ხეს გამოთქვამდნენ პრეტენზიებს, თქვა რატო ნაწილდებოდა ისე რეკლამა, როგორც ნაწილდებოდა. ჩვენ გუშინ წინ გამოგვიქვეყნდა პარლამენტიდან დასკვნა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე მთელი, არ ვიცი, თეორიები, ამ მთელი მექანიზმები, თუნდაც უნდა სწავლა, როგორ აკონტროლოს საწავიდეს ფული მედიაში. ეს ხდებოდა მე იმედი მაქვს, რომ მე უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს ამ შემთხვევაში არ ხდება, ეს არის ყველაზე სულელური მეთოდი. ეს არის თავის მოტყუება, ნათია. ყველაზე სულელური მეთოდი, რითაც შეიძლება აკონტროლოს არეკლამო თანხა. ეს არის თავის მოტყუება, ეხლა ასაც თქვენ ამბობთ და აბსოლუტურად არ არის სამკითხაო სიტუაცია. არ მინდა ვარაუდებით. ბატონი გოჩა სკიტიშვილის განცხადება, ეს ხო ციდან არ მოსულა. ბატონმა გოჩამ რომელი კომპანიასთან არ შეიძლება. მაგრამ მანამდე სანამ განცხადებას დაუბრუნდებოდეთ, არ გჭირდება ამ თემაზე მკითხაობა. ძალიან მარტივია. საგადასახადო უწყება ითხოვს ინფორმაციას, რომელიც მას არ სჭირდება. აბსოლუტურად არაფერი არ სჭირდება. თუ უნდა ჩაატაროს ინვენტარიზაცია, ამ ინვენტარიზაციისთვის მას უნდა დარწმუნდეს, რომ ეს ხელსაწყოები არსებობს, მოქმედია და არ გასხვისებულა. ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია სავსებით ადგილზე გასვლის გარეშე. იმიტომ რომ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც დგას ცენტრალურ ოფისში, იღებს სიგნალს თითოეული ამ people metrიდან. ეს სიგნალი შემოდის მონიტორზე. სხვა, ასე ვთქვათ, ხელსაწყო ამ სიგნალებს ვერ გამოსცემს, people metri გამოსცემს. და თავისთავად ეს ამ სიგნალის არსებობა მეტყოლებს იმაზე, რომ არსებობს პიპლმეტრი ჩართულია. ის რომ ვერ გაყიდდა უწყება, ვერ გააქირავებდა ამ პიპლმეტრებს გასაგები, იმიტომ რომ მის გარდა ეს არავის საქართველოში არ ჭირდება საერთოდ. ანუ სხვა მკვლევარი ორგანიზაცია აქ არ არის და სხვა დანიშნულება ამ ხელსაწყოებს არ აქვს. შესთავაზე შემთხვევითი შერჩევის მეთოდი, რომ კი ბატონო გადით 9%-ში ან 10%-ში ამ მოსახლეობის, რატომ შესთავაზე 10% და არა 100%, ესეც უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ 100% შეცვლას, იმიტომ როგორც კი ამისი გახსნა მოხდება, ან კონკრეტულად ნიკა გვარამიას სახლში, როგორც კი გაიგებს გიორგი გაბუნია, ან თუნდაც სახელმწიფო ორგანო რომ დგას პიპლმეტრი, ის იმ წამსვე უნდა შეიცვალოს, დაუყოვნებლივ ეს დაუწერელი დაწერილი. კარგი, ნიკა, მოდი მოვისმინოთ. ამის შეცვლა სჭირდება თვეები. ამიტომ ეს შეუძლებელია. 9%-ის როტაციული შეცვლა კიდე შესაძლებელი იყო. მაგრამ 100%-ის შეცვლა ნიშნავს, რომ თვეების განმავლობაში რეიტინგი საერთოდ არ არის. ჩამოიშლება. რა მოხდება? ეხლა ეს თუ ჩამოიშალა. მაგალითად რუსთავი 2 დარჩება განახევრებული ბიუჯეტით კარგ შემთხვევაში. ნიკა, მოდი მაპატია, გავაგრძელოთ საუბარი ამის შემდეგ. მე მინდა მაესტროსაც გამოვათქმენო თავის აზრი, მაგრამ მანამდე მინდა ვთქვა, რომ ეს წუთია კახა ბენდუკიძემ უკვე დატოვა მთავარი პროკურატურა, დაკითხვა დასრულებულია. მისი უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებიან ჩვენთან ერთად, როგორც გითხარით და კიდევ უფრო მეტიც კახა ბენდუკიძე მოდის უკვე რუსთავი 2-ში და ჩვენ გადაცემის ბოლოს ჩვენ გვექნება მასთან ინტერვიუ, როგორც ეს დაგეგმილი იყო. მანამდე მოდით მოვისმინოთ, როგორც ვთქვით, გოჩა სკიტიშვილის კომენტარი, რომელიც მან გააკეთა იმ პროცესების შემდეგ, რაც გუშინ ღამით განვითარდა ამ კომპანიაში. მოვისმინოთ. სამი კვირის წინ პრივატული შეხვედრა ითხოვა ერთ-ერთმა ტელევიზიამ. ცოტა ხანში ყველაფერს მოგიყვებით. პრივატულ საუბარში თხოვეს, რომ რაიმენაერად გადამეცა მათთვის სიები. მე აუხსენი, რომ ხელმისაწვდომი ეს სიები ჩემთვის არ იყო და არაფერში არ გამოადგებოდათ, იმიტომ რომ ოჯახებზე ზეწოლა საბოლოო ჯამში ძალიან მარე 3 დღის განმავლობაში არის შვეიცარიული კომპანიის მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობილი. მე ყველაფერს მოვყვები იმის და მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ბატონები, რომლებმაც აიძულეს 3 საათის განმავლობაში ზეწოლა ჰქონდათ კომპანიის დირექტორზე, ეს ჩუმად მითხრა მე კომპანიის დირექტორმა და ხვალ პრეს-რელიზი ამასაც დააწეს. როგორ მოაწერინეს ხელი ოქმზე 4 ადამიანმა საგადასახადო სამსახურიდან და როგორ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ერთადერთი მიზეზი ამ აქტისა არის კონფიდენციალური სიების ხელში ჩაგდება. და გოჩა სკიტიშვილმა დღესვე საკმაოდ ვრცელი წერილით მიმართა გიორგი მარგველაშვილს და დავით უსუფაშვილს და მე ორ ამონარიც წავიკითხავ, მაგრამ ამ წერილიდანაც ის ამბობს, დღეს ჩემს პარტნიორ ორგანიზაციაში TVM-ში უკვე ელოდებიან, რომ სის ხელში ჩაგდებას მონიტორინგის სამსახური ძალის გამოყენებით შეეცდება. ახლა გაფრთხილებთ, ამბობს გოჩა სკიტიშვილი, ან დამისაბუდეთ, რომ საგადასახადო სამსახურები თქვენი ინიციატივით არ მოსულან კერძო და კეთილსინდისიერ კომპანიაში, ან იცოდეთ, რომ მე პირადად დაგადადაშაულებთ იმაში, თუ როგორ ებრძვით ინვესტორებს ტელეაუდიტორიის გაზომვების საერთაშორისო პრაქტიკასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
გოჩაც ქიტიშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთ ტელეკომპანიაზე აქვს საუბარი, დღეს ნაციონალურ მოძრაობაში დააკონკრეტეს კიდევაც ისინი ამბობენ, რომ ეს ტელეკომპანია არის GDS-ი, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთები ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს. მე ახლა მაესტროს წარმომადგენელს ილია კიკაბიძეს მინდა მივმართო. ილია, თქვენ როგორ ხედავთ, როგორ აისახება ეს პროცესები კონკრეტულად თუნდაც მაესტროს დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე და თუ ხედავთ ამის შესაძლებლობას, რომ შეიძლება ამის უკან ერთი კონკრეტული ტელეკომპანია იდგეს, როგორც ამაზე გოჩაც ქიტიშვილი საუბრობს. შემოსავლების სამსახურის ნება არის გასაკვირველია, მოხდება თუ არა იმ სიების გასაჯეროება, რა ინფორმაციასაც ისინი მიიღებენ. ამ ეტაპზე აცხადებს შემოსავლების სამინისტრო, რომ მოქმედებს კანონების დაცვით, ყველა კანონის დაცვით. ეს ინფორმაცია, როდესაც გახდება მათთვის ცნობილი და ის манипуляცია თუ მოახერხეს, რაზეც ბატონი ნიკა საუბრობდა, ეს არის TVMR საქართველოს ოფისისთვის ძალიან ადვილი შესამჩნევი ინფორმაცია. და იგივე იმ people matters, რომელსაც ეტყვიან, რომ იყოს ამა თუ იმ არხზე, მოახდენენ როტაციას და შეცვლიან. რაც შეეხება ბატონი გოჩაც ქიტიშვილის განცხადებას, ჩემის აზრით, მან უნდა პირდაპირ უნდა თქვას, ვისი მხრიდან იყო, ცოტა შანტაჟის ფორმას გავს, რომ როგორ განვითარდება მოვლენები იმის მიხედვით იტყვის ან იტყვის ან რაც შეეხება იმას, რომ რეიტინგები არის კონტროლირებადი და იყოს კონტროლირებადი ქვეყანაში, ზოგადად ეს ძალიან ცუდია სატელევიზიო ბაზრისთვის და რეკლამის ბაზრისთვის, რაც ბატონმა ზურამ განაცხადა. მადლობა. კახა, შემოსავლების სამსახური, როდესაც საუბრობს იმ პროცესებზე, რომელიც განვითარდა ბოლო დღეებში, ამბობს, რომ ის ვალდებულია ინვენტარიზაციის დროს ეს ხელსაწყოები შეამოწმოს ადგილზე და მას გამოსავალი არ აქვს. მართლაც ასეა, ეს არ უნდა არსებობდეს რაღაც გამოსავალი იმ შემთხვევაში, რომ არ დაზარალდეს კომპანია და შემდეგ არ დაზარალდეს ის უამრავი ტელეკომპანია, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია რეიტინგების ხარისხზე და ობიექტურობაზე. მოგესალმებით. სანამ მაკითხვაზე გავცემთ პასუხს, მანამდე უნდა განვსაზღვროთ, რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ინტერესი. საგადასახადო ორგანოს ინტერესი ცხადია ვერ იქნება ის განსაზღვროს ეს კომპანია რამდენად სწორად აწარმოებდა რეიტინგების შეფასებას. ხო, ეს ერთ-ერთმა პარლამენტის წევრმა ესეც თქვა, რომ რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ კომპანიის წარმოება და რაღაც. თუმცა მე რამდენადაც ვიცი, ქეთი ეს ამის შესახებ არ უსაუბრია. შემოსავლების სამსახური, რა თქმა უნდა, ამაზე არ აპელირებს და ვერ იაპელირებს, ვერ მოახდენს მაგაზე აქცენტის დასმას, მაგრამ უბრალოდ ეხლა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის აყურადღებოდ ხორსაუბრობთ, გვიყურებს ტელემაყურებელი და რო განმარტოთ, რომ საგადასახადო ორგანოს შეიძლება აინტერესებდეს მხოლოდ ის საკითხი, რამდენად სწორად იხდის გადასახადის გადამხდელი. ხო ასეა. ამიტომ ჩვენ კანონი რაღაც მექანიკურად არ უნდა განმარტოთ სიტყვით ისე როგორც წერია, კანონზეც არ არის საუბარია მინისტრის ბრძანებაზე და აქ მთავარი კითხვა რაც ისმის არის შემდეგი. რა მიზნით უნდა მივიდეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი ადგილზე, ან რისი გარკვევა უნდა, ხო? თუ უნდა გაარკვიოს ის, რომ კონკრეტულ ოჯახში ნამდვილად არის თუ არა ეს მოწყობილობა დამონტაჟებული, როგორც ამ საკითხის სპეციალისტები ამბობენ, ამის გარკვევა სხვა ტექნიკური საშუალებითაც არის შესაძლებელი. და მე დღეს უსმენდი რადიო სიუჟეტს, სადაც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი ამბობდა იმას, რომ შესაძლებელია ესეთი საშუალებები არსებობდეს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ მინისტრის ბრძანებით ეს განსაზღვრულია, რომ მაინდა-მაინც ადგილზე უნდა გავიდეთ. და უნდა ფიზიკურად ნახო ის და ფიზიკურად უნდა ვნახოთ. ეს ცოტა მიუღებელი პოზიცია. პირველი იმიტომ, რომ თუ მაინდა-მაინც მინისტრის ბრძანებაზეა საუბარი, ხა მინისტრის ბრძანების შეცვლას ძალიან თუ შემოსავლების სამსახური მივა იმ დასკვნამდე რომ არსებობს კანონი, რომელიც ამბობს, რომ ინვენტარიზაცია შეფერხებას არ უნდა იწვევდეს საწარმოში და ეს აჩვენებს. უფრო ზემოთ მდგომი ნორმატიული აქტები სხვა ინტერესებზე აპელირებენ, ხო? და თუ მაინდა-მაინც ახლა ამ მინისტრის ბრძანების მიხედვით მოქმედება სავალდებულოა თუ ამ ლოგიკით მივდივართ, ხო? და ამავე დროს ხვდებით იმას, რომ ეს ვალდებულება დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს, რა პრობლემაა, რომ შეიცვალოს მინისტრის ბრძანება ბოლოს და ბოლოს, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში შესაძლებელია არ შეცვლის პირობებშიც აუცილებელი არ გახდეს ადგილზე მისვლა. არის გამოსავალი ის, რაც კომპანიამ შესთავაზა, რომ მოეტანათ ეს ხელსაწყოები ოფისში მომხდარიყო ამის შემოწმება და შემდეგ ისე გადაადგილდებოდა ეს ხელსაწყოები ოჯახებში. შემოსავლების სამსახურისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი სხვა მეთოდით.
მისთვის უფრო მარტივი მეთოდით იქნება მიღწეული. მართლა ვერ ხვდები რა აუცილებელია მაინდა-მაინც ადგილზე გასვლა. მით უმეტეს რომ ადგილზე გასვლას როგორც თავად ამბობენ და იქ კონკრეტულ ოჯახში შესვლას სჭირდება სასამართლოს შესაბამისი აქტი და როგორც წარმოგიდგენიათ რომ 350 შემთხვევაში მიიღო შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს შემოსავლების აქტი თან ისე რომ მე აი ამ პროცესმა ამდენჯერ სასამართლოსთვის მიმართვამ არ შეაფერხოს ეს პროცესი მომავალში ხო ის კონკრეტული მოქალაქეები ხო დაფრთხებიან მომავალში რომ ხა თუ საუბარია საგადასახადო შემოსვლაზე სასამართლოზე და მთელ რიგ პროცედურებზე ხო ვის აინტერესებს და მომავალში აღარავინ აღარ დათანხმდება საბოლოოდ ტიპომეტრის დატანებას ოჯახში და რეიტინგების წარმოება საერთოდ შეუძლებელი გახდება ქვეყანაში. რა თქმა უნდა და თან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ ვინ კონკრეტული ადამიანები ვინ იქნებიან ანუ ვისი სად მონტაჟდება ეს მოწყობილობა ამას დიდი მნიშვნელობა ექნება იმისთვის რომ ამ კომპანიამ ობიექტურად ასახოს რეიტინგები ამიტომ ამ პროცესის რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება შეიძლება მოქმედებდეს და ალბათ იმოქმედებს ტელეკომპანიების რეიტინგზე. კარგი, მოდით ახლა მინდა ვისაუბროთ იმაზე და ძირითადად ყველა სტუმრის აზრი მაინტერესებს. მაშინ რატომ ხდება ეს ყველაფერი? რაში სჭირდება? ნიკამ თქვა ერთ-ერთი ვერსია უკვე რომ სწორედ მიზანი მთავარი ეს არის რომ რეიტინგები საერთოდ თუ არსებობს მაშინ ვინმე უნდა გაგვიმარტოს ობიექტური რეიტინგები საერთოდ აღარ არსებობს. შემოწევა მეორე აი ეს ვინმე გაგვიმარტოს მაშინ და ვილაპარაკოთ სხვა ვერსიას. ერთიანობას დავამატებ. დამატეთ და კეთისთან გადავამატეთ. შემოსავლების სამსახური საგადასახადო ორგანო ამ შემთხვევაში არის ადმინისტრაციული ორგანო, ხო? როდესაც ადმინისტრაციული ორგანო რაიმე კონკრეტულ მოქმედებას ახორციელებს, ის ყოველთვის უნდა აბალანსებდეს ინტერესებს. ამ შემთხვევაში ერთი ინტერესი არის ის, რომ საგადასახადო ორგანომ მიიღოს მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი და მეორე ინტერესი არის ის, რომ ამ პასუხის მიღება მოხდეს ისე, რომ ტელეკომპანიების ინტერესი არ იქნეს შელახული. ტელეკომპანიების ინტერესი არის მთლიანი საზოგადოების ინტერესი, ხო? დამოუკიდებელი ტელევიზიების არსებობას რა მნიშვნელობა აქვს და ფინანსურად ძლიერი ტელევიზიების ამას მე მგონი დამატებით მტკიცება არ ჭირდება. ამიტომ ამ ორი ინტერესის დაბალანსებით თუ არის მიღწევადი ის ინტერესი რაც საგადასახადო ორგანოს აქვს და როგორც საუბრობენ ესეთი საშუალება არსებობს მართლა ვერ ხვდები რატო არ შეიძლება ამის გაკეთება. კეთი, როგორ ფიქრობთ რა რეალურ მიზნებს ემსახურება შემოსავლების სამსახურის ქმედებები? ძალიან რთულია ამ რეალური მიზნების გათვლა, ნამდვილად რთულია, შეიძლება მხოლოდ იმის გათვლა, თუ რა შეიძლება მოყვეს, ანუ შედეგების ობიექტურად გამოთვლა, ხო? და შეიძლება ეს შედეგები იყოს შესაბამისად. შეიძლება შედეგები მოყვეს. ახლა აქ მე არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო ის მომენტი, რომ კანონი შეიძლება იყოს შესაძლებელი. კანონი არ არის შესაძლებელი, მეგობრებო. აქ საგადასახადო კოდექსში არსებობს 255 მუხლი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ საგადასახადო კონტროლის პროცედურა, რომელშიც მათ შორის შედის გასვლითი საგადასახადო შემოწმებაც შედის ასევე ინვენტარიზაციაც. უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ შეფერხდეს კომპანიის საქმიანობა გონივრულობის ფარგლებში. არ შეფერხდეს, არათუ საერთოდ შეწყდეს ფაქტი. და ამ შემთხვევაში ჩვენ საგადასახადოს ვუმატავთ, რომ არათუ შეფერხდა, რამდენიმე თვის მანძილზე წყდება საქმიანობა. არანაირი ბრძანება, არანაირი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება შემოწმებაზე ან მასე რა ქვია შემოწმებაზე ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება იდგეს კანონზე მაღლა. ხო, უნდა შეესაბამებოდეს კანონის ცხადია. არავინ არ დავწერა. პრობლემა არსებობს და ამ ნაწილში კანონის მე მივყევი ლოგიკას. თუ მაინც ბრძანების ლოგიკას მივყევით, მაშინ ბრძანება შეიცვალოს, ხო? მაგრამ მე გეთანხმებით აბსოლუტურად ბრძანების შეცვლის შეუცვლელად შეიძლება მაგალითად ახლა არ მინდა რომ მაყურებელი გადავღალოთ როცა ჩვენ ვსაუბრობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე მაგალითად ჩვენი კოალიცია მედის ადვოკატების იმაზე ვსაუბრობთ თქვენ მაგალითად ყოველთვის ბოლოს გთხოვენ რეალურად ამ სიას საგადასახადო კოდექსი გთხოვთ ამ სიას ასეთი არის ეს საგადასახადო კოდექსი რას იზამთ თქვენივე მოდულიდან გამომდინარე უკაცრავად თქვენივე მოდულიდან გამომდინარე უნდა დაბეგროთ ადამიანი ვისაც გადასცემთ საჩუქრად საშემოსავლო ამაზე უნდა გადაიხადოთ მისი მონაცემი არის საგადასახადოში წარსადგენი ეს არის კანონის მიერ მოთხოვნილი არა მე ვლაპარაკობ რომ რეალურად პრობლემა უფრო ხმა არის მექანიზმი რჩება კომპანიის ტყუილობაში მე ფიქრობებზე ავლაპარაკობ ბატონიკა მე ვსაუბრობ კონკრეტულ საჩუქრებზე რომელიც ამ მეთოდოლოგიით გადაეცემა კონკრეტულ ოჯახებს ეხლა ჩვენი მაყურებლისთვის რომ იყოს ცხადი ეს ითვალისწინებს გასაჩუქრებზე საუბარი ხალხო საჩუქრები ხო გადაეცემა ოჯახებს ყველა ხომ არ აყენია მათ ოჯახებში ასევე იგივე თქვათ როცა გადაადგილდება ამა თუ იმ კომპანიის ესა თუ ის მოწყობილობა სატრანსპორტო ზედნადების
ხდება ხოლმე ჩემ ორგანიზაციაში ეგრეა. სადაც მივუთითებ ამ ადგილიდან ამ ადგილზე გადავაადგილეთ. თქვენ ამ მონაცემს არ წარადგენთ სწორია, იმიტომ რომ თქვენი წესების საწინააღმდეგო იყო ეს. შესაბამისად, არა, იყო წესების საწინააღმდეგო. შესაბამისად, ზოგადად მე ვლაპარაკობ, რომ მე მგონია, რომ ეს დადგენილებაც პრობლემაა და საგადასახადო კანონმდებლობის პრობლემაა თქვენთან მიმართებაში. მაგალითად, სილქნეთი დეკოდერს ვაკეთებთ ამაზე, ფინანსთა სამინისტრო უნდა საუბრობდეს და არ არის აქ სამწუხაროდ. არ არის ჩემთან. უბრალოდ ჩვენ ვიყავით ფინანსთა სამინისტროს ჩვენ ვართ ორიენტირებული პრობლემის მოგვარებაზე. არანაირად არ მინდა რომ ის რაზე ჩვენ ვსაუბრობთ. იმიტომ რომ ეს რომ მოხდა 3 წლის წინ ზუსტად ვიცი აქ რა სპეკულაციები იქნებოდა, მათ შორის შენგან დათია. 3 წლის წინ რომ ეს მომხდარიყო დაახლოებით ხები რა დღეში ვიქნებოდით. კი, ძალიან მარტივი კითხვა მინდა დაგისვა. ძალიან მარტივი. რატომ არ გებადებათ კითხვა პირველი გოჩაცკიტიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით? მეორე, რატომ ტარდება საგადასახადო შემოწმება განვლილ პერიოდზე, რომელიც ერთხელ უკვე შემოწმდა, დაიხურა ეს პერიოდი და მისი ხელახლა რევიზიისთვის საჭიროა ხელახალი თანხმობა ამ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან და რაიმე განსაკუთრებული мотиваცია. რა мотиваციაა ეს შეიძლება კითხვა დასვათ და საგადასახადო ეს პასუხი გაგვცეს. საგადასახადოში ბატონო ნიკა ჩვენ ვიყავით საგადასახადო. ეს კითხვებიც გვიჩნდება, ბატონ გოჩაცკიტიშვილთანაც გვიჩნდება კითხვები და გვინდა რომ გავიგოთ რეალურად რა მოხდა. პრობლემა ადამიანი რო დღეს არ საუბრობს რომ ერთი კომპანია ინტერესდებოდა რაღაც. ერთ-ერთი ტელეკომპანია ინტერესდებოდა რაღაც. მან ასეთი რამის ფასე ეს არის ტელეკომპანია რომელშიც ამ პროცესში არსებობს ზოგადად რომ ამ პროცესში არსებობს პოლიტიკური მდგენელი ცხადია, იმიტომ რომ დღეს აქვს ხედავთ და ამაზე ვსაუბრობთ. პოლიტიკური მდგენელი რო არ იყოს, აქაც არ ვისხდებოდით და არ თქვენ როგორ ფიქრობთ რა არის мотиваცია? იცით რა არის? უბრალოდ მხოლოდ ინვენტარიზაცია მეტი არაფერი. მათ ჩვენ ეს კითხვა დაუსვით, რა კონკრეტული მიზანი გამოძრავებდა და რატომ მოხდა ეს სწრაფად განმეორებითი შემოწმება, თქვენს რომ ეს არის არაერთი მაგალითი მოგვიყვანეს, არ ვიცი, უბრალოდ გადასამოწმებელი ეს მაგალითებიც, როცა მოუგდოთ რაღაცა მონაცემები და შევიდნენ ხელახლა. თავარი არის რომ პრობლემა არსებობს და ამ პრობლემას ჭირდება მოგვარება და თუ ჩვენ ვკითხეთ რომ თუ არიან მზად ალტერნატიულ გზებზე, თქვათ იგივე რაზეც კომპანია საუბრობს და მათ თქვეს რომ არიან მზად, ოღონდ კანონი იყოს დაცული, სხვას არაფერს არ ვითხოვთ. ამიტომ იქნებ ვიფიქროთ მეტ კომუნიკაციაზე, მედიაციაზე ამ მიმართულებით. პირადად ჩვენი ინტერესი ხელსაწყოების მოწმებაზე მათ უარი განაცხადეს. მოწყობების განცხადებაც მათი მთავარი ორიენტირი ამ შემთხვევაში არსებობს პრობლემა მოგვარდეს ისე, რომ არ დადგეს პანელი საფრთხის ქვეშ. რა გვინდა ჩვენ ახლა? აჟიოტაჟი უფრო გვინდა თუ საქმის მოგვარება უფრო გვინდა? მე პირადად საქმის მოგვარება უფრო გვინდა. ბოლო ერთი თვეანათი ხდება და იქნებოდა ერთთვიანი აჟიოტაჟი. ამას მაქსიმალურად აჩვენებს ყველა, ვიდრე თვითონ არ შევიდნენ ნაჯახებით უკაცრავად რა პირდაპირ ამ სექტორის ლამის მნიშვნელობით. სიამათთან იქნებოდა ბატონო. არა, ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ვერ იპოვეს, იმიტომ რომ ეძებდნენ hard copy-ებს და რეალურად ელექტრონული data-ა. ძალიან მარტივია. კანონის დაცვა კი არა, საერთოდ რაზე ლაპარაკობთ. ესე იგი, ჩვენ ლაპარაკობთ ქვეყანაზე გუშინ წინ მეცნიერმა ჩართული კამპანიაში ეს შეგეხება ისე გვისმენენში. ჩვენ საუბრობთ ქვეყანაზე, რომელზეც არის საუბარი, ყველგან უსმენენ და არის სადღაც პორტალი, რომელსაც მიერთებულია კომპანიები და ვერ ხვდებიან რაიმე სიის გაგება თუ რა. რაზეა მიერთებული და ჩამოვყალიბდეთ მაშინ რა ტიპის ქვეყანაში თქვენ არ იცით როგორ არის ეს დაცული, ხო? იქნებ საერთოდ არ არის წვდომა ინტერნეტის ამ ბაზისადმი. მაინტერესებდეს თავარია რომ პანელს საფრთხე არ შეექმნეს, თავარია რომ რეიტინგები იყოს დაცული. ყოველგვარი манипуლირებისგან ეს არის ჩვენ სხვა ტიპის მიზანი გაგაჩნიეთ. ნიკა, მოდი შენ თქვითხარი რას ფიქრობ, რა არის რეალური мотиваცია? რეალური мотиваცია არის რეიტინგებით манипуляცია, ხა რა თუ ამ თავის მოტყუება უბრალოდ ამაზე არის ფიქრო და მხოლოდ 9 წლის განმავლობაში ხდებოდა ეს და მედიაში ჩარევა და დღეს აი შემთხვევით მოხდა ისე რომ ინვენტარიზაციას ატარებენ და უი კანონი ვერ გაიგეს სწორად. აბსურდია ეს თავის მოტყუება უკეთეს შემთხვევაში ან გაправება ბოდიშვილთი იმ პოზიციის რომელიც დღეს სახელმწიფოს აქვს. პრობლემა არის ეს, პრობლემა არა, უკაცრავად შეიძლება ეს მოგვარდეს, მაგრამ პრობლემა უკვე შედგა. შედგა ის რომ სახელმწიფომ გამოხატანება პრობლემა შედგა სახელმწიფომ გამოხატანება უხეშად ჩაერიოს მოიპოვოსარეიტინგო ბაზები და მოახდინოს ამითი манипуляცია ეს როგორც პრობლემა შედგა გამოუვა თუ არა ეს სახელმწიფოს ეს მეორე საკითხია და გეთანხმებით იმაში რომ ყველაფერი უნდა ვქნათ რომ არ გამოუვიდეს აი ეს ორი საკითხი გამიჯნოთ ერთმანეთისგან დღეს ცხადია სახელმწიფოს ნება რომ მათ სურთ ამ ბაზის მოპოვება манипуляციისთვის ეს ბაზა მეტი არაფრისთვის არ ვარგა არაფერში გამოყენებადი არ არის მათ შორის ინვენტარიზაციისთვისაც კი გამოყენებადი არ არის. ბევრად უფრო ეფექტურია ის მეთოდები, რაც კომპანიამ შესთავაზა სახელმწიფოს, ვიდრე 350 ოჯახში შესვლა და ნახვა. ანუ ინვენტარიზაციისთვისაც კი ეს ბაზა არ ვარგა. ერთადერთი რამ, რაშიც ამის გამოყენება შეიძლება არის манипуляცია. ვის წინააღმდეგ ჭირდებათ манипуляცია? იმ ორგანიზაციების, ვინც საკუთარი შემოსავლებით ცხოვრობს. ჩვენ ვართ ლიდერები ბაზარზე, ცხადია. როგორც არის რუსთავი ორი, როგორც არის თავარი ტელევიზია დღეს საქართველოში და
ხელისუფლება განგვიხილავს ოპოზიციურ ტელევიზიად, შეფასებები გახსოვთ ამ სტუდიაშიც მათ შორის, ვის გვისაუბრია ამაზე, ბუნებრივია რომ ჩვენ ამას ვიღებთ საკუთარ თავის წინააღმდეგ მიმართულ უპირველეს ყოვლისა მიმართულ კამპანიად, ბუნებრივია რომ მაესტროს წინააღმდეგაც იქნება ეს გამოყენებული ცხადია, იმიტომ რომ აბსოლუტურად უპრეცედენტო მატება ჰქონდათ მათ ბოლო წლის განმავლობაში ნამდვილად, ეხლა ეს შემიძლია არ ვთქვა. და მათი შემოსავლების პროპორციულად ეს სწორედ ამ რეიტინგებიდან ჩანს. ეხლა ხო ვიცით ეხლა რომ ამაზე არის. ხაზი გავუსვათ რომ ეს სწორედ ამ რეიტინგებიდან, ამ კომპანიის მიერ შექმნილი რეიტინგებიდან ჩანს. არსებობს რელევანტური ამის გარშემო მიაღწია რუსთაველმა მაესტროსაც ძალიან გაგვიჭირდება იმის დადასტურება ვინმესთვის, რომ ჩვენ გვაქვს ამდენი რეიტინგი და ამდენი ღირს ჩვენი პროდუქცია, ანუ სარეკლამო დრო ჩვენ მეტი პროდუქცია არ გვაქვს. ეს შეუძლებელი გახდება. წაუგებელი თამაშია სახელმწიფოსთვის. ან ჩუმად წაიღებს ამას და манипуляციას მოახდენს და გვექნება რომელიღაცა არქი, რომელიც დღეს 2%-იანია და ხვალ იქნება 15%-იანი, შესაბამისად ჩვენი მაესტროს რეიტინგები იგივე პროპორციით შემცირდება, ან ღიად წაიღებენ ამბაზე, შესაბამისად კრედიბილურობას ეს ორგანიზაცია დაკარგავს, მათ წარმოებულ რეიტინგებს არავითარი ფასი აღარ ექნება, ჩვენ აღარ გვექნება რეიტინგული კვლევების საერთოდ, შესაბამისად საერთაშორისო აქტორები გავლენ და დანარჩენები შეიძლება გაჩნდეს რომელიღაც ახალი კომპანია, რომელიც არავის არ ეცოდება. არ ვიცით, ეს ხო ვარაუდია და სპეკულაცია, არ ვიცით, ამას დაჭერდება წლები ალბათ. რომელიც დაიწყებს ახალ რეიტინგებს. გავლენ და ბიუჯეტი ლამის განახევრდება, შესაბამისად ჩვენიც მოიკლებს პროპორციულად ბიუჯეტი და შესაბამისად დანარჩენები უკვე ვინც აქ დარჩება, აი იმაზე უნდა ვინადიროთ, ვინ უფრო შორს არ ვიცი, გადააფურთხებს თუ გადახტება, თუ ვინ დაარტყავს, აი ამით როგორ უნდა ვინადიროთ რეალურად რო ვისაუბროთ, მართლაც რომ მოხდეს ეს, იმიტომ რომ აი თუნდაც იგივე, არ ვიცი, ქეთი რამდენად ეთანხმებით თქვენ ამას, რომ არსებობს იმის საფრთხე, რომ შეიძლება ძალის გამოყენებით იძულებით მოხდეს ამ სიების ამოღება. თუ შემოვა ფინანსური პოლიცია და არა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, ამისი უფლება მათ გააჩნიათ, რომ ძალით ამოიღონ ნებისმიერი ინფორმაცია. სურათ თუ ეს მოხდა რეალურად, როგორ იმუშავებს მაშინ ბაზარი და ადამიანი თუნდაც მსხვილი კომპანიების წარმომადგენელი, რომელსაც უნდა განათავსოს რეკლამა ტელევიზიებში, რას იზამს? არ ამგონია რომ მათ ასე ხელაღებით უარი თქვან საერთოდ რეკლამაზე, რას იზამეს? შეიძლება რაღაცნაირად ასე ბრმად ინტუიციით მუშაობა თუ როგორ უნდა მოხდეს მაშინ? იმიტომ რომ ეს შეიძლება დღე-დღეზე მართლაც მოხდეს. ჩვენ ვიღებთ ესეც სურათს, ანუ იქნებიან კომპანიები, რომლებიც მთლიანად მოხსნიან ბიუჯეტს, ანუ კომპანიები, რომელსაც ბევრი არჩევანი აქვს, ასე ანუ კომპანიები, რომელსაც დიდი არჩევანი აქვს, თქვა იგივე თანხა დაახარჯონ სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, ან რომელიმე სხვა ჩვენი რეგიონის ქვეყანაში, ანუ თავი ეს ბიუჯეტი, რომელიც საქართველოში უნდა დახარჯულიყო, დაახარჯონ სხვა ქვეყანაში, სადაც ისინი გაზომავენ რეიტინგს და სადაც ეცოდინებათ თუ რაში იხდიან ფულს. რაც არა მარტო ტელეკომპანიების პრობლემას, არამედ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ ვარდნას განაპირობებს. რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკა კარგავს ამ ფულს, ტელევიზიები კარგავენ ამ ფულს, მაყურებელი კარგავს სატელევიზიო კონტენტს, რომელიც უბრალოდ ვერ შეიქმნება, თუ ფული არ იქნება ბაზარზე და ასე შემდეგ. ეს რაც შეხება თქვა საერთაშორისო დამკვეთებს, რაც შეხება ქართულ კომპანიებს, ისინი დადგებიან უბრალოდ სიტუაციაში, როდესაც რაღაც ბნელ ოთახში მათ უნდა დაიჭირონ კატა, იმიტომ რომ მათ არ იცოდინებათ რომელ გადაცემას რეალურად რა რეიტინგი ექნება, თუმცა მათ სხვა გამოსავალიც არ დარჩებათ, რომ რაღაცა გარკვეული თანხები მათ მაინც უნდა დახარჯონ რეკლამაზე, იმიტომ რომ ამის გარეშე ისინი უბრალოდ ვერ დარჩებიან. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ეს გამოიწვევს ავტომატურად ასევე ქართული კომპანიების მხრიდან სარეკლამო ხარჯების შემცირებას და გადატანას ისეთ მედია საშუალებებში, სადაც რეიტინგის გაზომა ხდება, იქნება ეს ინტერნეტი, აუდიტორი, რადიო თუ სხვა რომელიმე მედია საშუალება. ბაჩო, მაყურებელს რომ კიდევ უფრო ზუსტი წარმოდგენა შეექმნას, აი რა დაემართება მაგალითად კონკრეტულად ტელეკომპანია მაესტროს იმ შემთხვევაში, რომ ხვალ ზეგ უცებ რეიტინგების საერთოდ აღარ არსებობდეს თქვენთვის. რამდენად ხართ თქვენ დამოკიდებული ამ რეიტინგებზე? მანიპულირების საფრთხე, რასაც ბატონიკა საუბრობს, შესაძლებელია, თუმცა TVMR-ს გააჩნია ამის დაცვის მექანიზმები, იმიტომ თუ მოხდება ამა თუ იგივე X კომპანიის არაბუნებრივი ზრდა რეიტინგის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს უკვე ნიშანი იქნება იმისი, რომ მანიპულირება ხდება და TVMR-ი მართალია ამას სახსრები ჭირდება, მაგრამ მოახდენს როტაციას იმ ოჯახების, სადაც აყენია PayPal მეტრები და შეიცვლება ეს ოჯახები. თუმცა ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, ამას თვეები დაჭირდება და თვეში თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეხლა არის სატელევიზიო წლის დასაწყისი. ბაჩო, ერთი კონკრეტული კომპანიის და სხვებზე გადანაწილდება ცოტ-ცოტა, მაშინ რასაკურველია ეს ყველაფერი შემჩნევადი იქნება სატელევიზიო. იქნება ამის შემჩნევა. მე ვფიქრობ, ანალიზი ადვილი გასაკეთებელი იქნება. ძალიან რთული იქნება ამის არა, უკაცრავად, რუსთავი 2-ის
ჩაძირვა რომ უნდათ ჩამოიღებდნენ საქმეს თაროდან, რომელიც მე პატრონებთან დაკავშირებით აქვს. 1000 მექანიზმი არსებობს ხალხო, რაზე ვლაპარაკობთ? ეხლა ძალიან უგუნური უნდა ხავდეს თავრობა, რომელიც ასე ჩეხავს რაღაცა სულელურს. ხვალ რომ სხვაგვარი მდგომარეობა დადგეს, მოგვარდნენ ესენი სია არ გაიცეს. ძალიან ცუდია ეხლა. რატო არ შეიძლება ესეთი რამე რო იყოს? ცუდია, ნამდვილად არის ცუდი რომ ესეთი მაგალითები ქონდა ქვეყანაში. არ არსებობს. არავითარ სამართლებრივ ძალიან კარგია თუ არ არსებობს, მაგრამ მე მსმენია ამ საქმის შესახებ ბატონო ნიკა. მსმენიათ, იმიტომ რომ ამ საქმეში დაინტერესებული პირები აღწევენ ამან. რა თქმა უნდა, მსმენიათ. ჩვენი პრემიერი ყველგან ამაზე ლაპარაკობს. ყოფილი პრემიერი თუ ამჟამად უკვე ვერ გაიგო. 1000 მექანიზმია, როგორ უნდა აკონტროლო მედია, მაგრამ ამ მექანიზმების გამოყენება ხდება თუ არა? ვაიმე, წაიკითხეთ დასკვნა, რომელიც პარლამენტმა გამოაქვეყნა. საერთოდ არ მაღელვებს ამ წუთში ეს დასკვნა. რატომ? არაერთი ფაქტი რომ წერია შნით იმიტომ. მე უბრალოდ საუბრობ იმაზე, რომ აჟიოტაჟი ჩემი იმედი მაქვს, რომ არის ატეხილი. უბრალოდ ხელოვნურად, სწორედ იმიტომ რომ პოლიტიკური განცხადებები აქვს. იმიტომ რომ აცხადებს ჩვენ ავტეხეთ ხელოვნურად აჟიოტაჟი. არა, არ ვიცი, ვინ ატეხა ჩვენ ახლა ერთადერთი ვინც აკეთებს ამ წელს პოლიტიკურ განცხადებას, თქვენ ხართ ბატონიკა ამ სტუდიაში. პოლიტიკური განცხადება რომელია? ის რომ ძალიან შაუბნელი მომავალი გაქვს პოლიტიკურ აკეთებდით 9 წლის განმავლობაში, რომ არ მოგწონდათ მედიასთან დამოკიდებულება თუ მედიაზე წუხდით. არა, აბსოლუტურად დღესაც მედიაზე წუხარ, ბატონიკა, დღესაც მედიაზე რომ წუხარ, იმიტომ არ მინდა რომ თქვენ დღეს ამბობთ სხვა გამოსავალი ამ სიტუაციიდან არსებობს გარდა იმისა რომ ანხელოვნურად და ანღიათ იქნება სიების წაგებული. მე კიდევ ამბობ ეს პოლიტიკური განცხადება იყო თუ მედიაზე წუხდი. ყველა ამგვარი განცხადება რა თქმა უნდა არის პოლიტიკური, იმიტომ რომ პოლიტიკაზე ახდენს გავლენას. მაგრამ მედიაზე წუხილის გაპირობებული. ფილოსოფიურ მსჯელობებში წავალ ბატონიკა. უბრალოდ მაშინაც და დღესაც მაშინაც და დღესაც ჩემი პოზიცია არის რომ მედიას ეშველოს და თქვენი პოზიცია ის არის რომ ეხლა წეგან საუბრობთ რომ 2-2 გამოსავალია რომ ან ჩუმად წაიღებენ ამ სიებს და ან ღიად წაიღებენ. თუ არის სხვა გამოსავალი? არა, უკაცრავ წაუგებელი თამაშია სიების წაღების შემთხვევაში. თუ სიების წაღებამდე არ მივიდა და შენარჩუნდა სტატუს კო ისე როგორც არის. შენარჩუნოთ ეს სტატუს კო ერთად ვიზრუნოთ ამაზე. ჩვენ აბა თქვენ რა გონიათ? სამი კვირის განმავლობაში ქალბატონათია თქვენ საერთოდ არ იცოდით ამ ფაქტების შესახებ. აბსოლუტურად. სამი კვირის განმავლობაში ქეთი დამემოწოვა ჩვენ ვართ ჩუმად. იმიტომ რომ TVM-არ ჯორჯიამ გთხოვა რომ ჩვენ ვაწესრიგებთ ამ მდგომარეობას, ყველა გზა გამოვიყენოთ. კი ბატონო, გამოვიყენოთ. სამი თვის წინ როცა TVM-ში უწევდა ხელს გესულ აგვაფარა ხელოვანას. სამი კვირის თავზე რა მოხდა? ბატონათია. სამი კვირის თავზე ეს მოლაპარაკებები ამოიწურა, არაფერზე ფინანსის სამინისტრო არ წამოვიდა, შევიდა ჩვეულებრივად კარები შეტაკეს. არა, მე გეტყვით იგივე დღეს როცა თქვენ იგივე კითხვებით, რასაც დღეს თქვენ აქსვამთ უბრალოდ სხვა ტონალობით და სხვა სახით როცა დაუსვით ფინანსთა სამინისტროს, იმიტომ რომ ჩვენ ეს კითხვები გვაქვს. რა თქმა უნდა, გამოსაუბრებ ფინანსთა სამინისტროს ძალიან ღრმა, ძალიან საშიში მედიისთვის. ამით შეიძლება მართლა სერიოზული პრობლემა შექმნას ნებისმიერი კომპანიის რომის რეიტინგის დათვა ხდება. ყველა შეექმნება აბსოლუტურად საფრთხე, მარტო რუსთავიორს არ შეექმნება ამის საფრთხე, რა თქმა უნდა. ამაზე არავინ არ დავს ბატონიკა, მაგრამ ეს კითხვა რომ დავსვით ჩვენ რუსთავიორს, მაგრამ რუსთავიორი არის ყველაზე მოწყვლადი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის არის ლიდერი და აქედან მას არ ბენეფიტები ამ ლიდერობიდან ხო იცით? ეს მაინტერესებს რა მოხდა ამ სამი კვირის განმავლობაში. ეს კითხვა რომ დავსვით, აგვაფარეს ოქმი, რომელშიც თანხმობაა განცხადებული თქვენი კომპანიის მხრიდან, რომ სიებს გაცემდა. კარგია რომ ეს პოზიცია შეცვალეთ. არა, სახელმწიფოს ინტერესებს იცავთ. არა, სახელმწიფოს ინტერესებს არ ვიცავ. ძალიან ხალხად იკვეთება რომ იცავთ ნათია ამ კონკრეტულ სიტუაციაში. არა, ნუცდიო გამართლება არა, მე მადანაშაულებ სახელმწიფო ამ კონკრეტულ სიტუაციაში ცდილობ გამართლება იყო ნათია. არა, მედიას არ შეეძნეს პრობლემას. ხელისუფლების სახელმწიფოს ამ სიტუაციაში გამართლება. არ ცდილობ უტრირებას ნამდვილად. ძალიან სულელურია ეს ქმედებები, იმიტომ რომ ეს არის უგუნურებით გამოწვეული. კიდევ იმედი მაქვს რომ არასწორი ინტერპრეტაციებით გამოწვეული, იმიტომ რომ ეს პრობლემა არის მოგვარებული. იმედი შეგიძლიათ რომ მითხრათ იმედი რა გითხოთ რა მოხდა ამ სამკვირაში კითხვა რომელსაც ნათია ასვამს. გამოხატული დღეს რატო არ არის დღეს ფინანსის სამინისტრო და რატო არ საუბრობთ? ჩვენ იმიტომ რომ თხოვეთ და მათ უარი განაცხადეს გადაცემაში მოსვლაზე ჩვენ თავარ სტუმრად ყავდა ისინი დაპატიჟებული. რომ მათ არ აქვს საშუალება რომ გაგვიმარტონ საიდან გაუმდინარეობს ეს აუდიტორობა. იყო წინასწარი თანხმობა მე უნდა ვთქვა მაგრამ საბოლოოდ მათ უარი თქვეს გადაცემაში. კანონში პირდაპირ არის მითითებული რომ ეს პროცედურა არ უნდა აჩერებდეს მეწარმის საქმიანობას და სამწუხაროდ ეს ასია მეწარმის საქმიანობა არ თუ ფერ ხდება ჩერდება. ეს ერთი. მეორე, ამ კონკრეტულ
პრობლემას მოყვა კონკრეტული შედეგი. ეს ადამიანები, სადაც დგას ოჯახები, სადაც დგას ეს აპარატურა, არიან დაშინებული თქვენ თვითონაც ბრძანეთ ამის შესახებ. მოყვა რეაქცია დღეს ვიდრე აქ მოვიდოდი კომპანიიდან დამირეკეს, რომ თუ კარგი იქნებოდა გამეჟღერებინა მათთვის, იმ ადამიანებისთვის მესიჯი, რომ მათ არაფერი არ ემუქრება და კარგი იქნება თუ სახელმწიფო გააჟღერებს ამ მესიჯს, თუ მისთვის ძვირფასია, რა თქმა უნდა, მედია მონიტორინგის თავისუფლება და საერთოდ მედიის თავისუფლება. კარგი იქნება თუ სახელმწიფო განუმარტავს მათ, რომ ეს მათ არ შეეხებათ. რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ თქვენ მომავალში ალბათ შეგექმნებათ პრობლემები ახალი ოჯახების პოვნისას, რომ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ არ შეგვექმნება ასეთი პრობლემები. მოდით, ნუ გადავწურავთ და ნუ აპოკალიფს ნუ დავხატავთ. ცხადია, ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ეს არის მართლაც უგუნურების შედეგი სამწუხაროდ, იმიტომ რომ არც საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ასეთ ხელების გადაგრეხის მეთოდს, ხო, როდესაც ინფორმაციის მოპოვებაზეა საუბარი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვითანამშრომლოთ საგადასახადო ორგანოებთან და მოვიკითხოთ, თქვათ, რა მეთოდები შეიძლება აწყობდეთ მათ იმისათვის, რომ ანუ მათაც იგრძნონ თავი დაკმაყოფილებულად და მიიღონ ის ინფორმაცია, რაც სურთ, თქვათ, გონივრულობის ფარგლებში. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, თქვენ ამბობთ, რომ არსებული კანონის ფარგლებშიც ეს შესაძლებელია. აუცილებლად არსებული კანონის ფარგლებში ეს შესაძლებელია და მეცაც გეტყვით, სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი, შევახსენებ მათ, ვინც ამით არის ახლა დაკავებული, 199 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მეწარმისთვის ხელშეშლას საქმიანობაში და გაითვალისწინონ, რომ უკანონო ხელშეშლა საქმიანობაში ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამ პასუხისმგებლობის დროს აუცილებლად. მე იმედი მაქვს, რომ დაინტერესდებიან შესაბამისი ორგანოები იმ ვითარებით, რაც შეიქმნა და იმის იმედიც მაქვს, რომ საგადასახადო ორგანოებში ძალიან ბევრი გონიერი ადამიანებიცი და ისინი მოვლენ გონს და დაფიქრდებიან. მე ბაჩოს მინდა დავასრულებინო, აღარ დავასრულებინე, ჩვენ ბაჩო შენ საუბრობდი იმის შესახებ, რომ თუ манипуლირება მოხდება რეიტინგებში, ეს ძალიან ადვილი შესამჩნევი იქნება, მაგრამ კახასაც მიმართავ ამ შეკითხვით ერთდროულად, რამდენად დასაბუთებადი იქნება ეს თუ შეამჩნიეთ, რომ რომელიღაცა კომპანიის რეიტინგმა აიწია, ჩვენ მივხვდებით, რომ ეს манипуლირებადია, მაგრამ რითი იქნება შესაძლებელი ამის დასაბუთება? იმ მონაცემებით, რა მონაცემები მივა იმ კონკრეტული ფიფლმეტრებიდან TVMR საქართველოს ოფისში. თუმცა ანალიზის შესაძლებელია ჩატარება და შეიძლება თუ ოჯახებზე ფიფლმეტრის სიგნალი იყოს. რატო ჩვენ ვამბობთ იმ შემთხვევაში, როდესაც თუ ოჯახზე განხორციელდა ზეწოლა და ოჯახიდან მართლაც უკვე მივა სიგნალი, რომ ამ კონკრეტულ არხს უყურებენ ისინი. შეიძლება სულაც არ უნდა ამ არხის უყურება, მაგრამ ანალოგური შემთხვევა მოხდა თურქეთში, იქ მოხდა გაჟონვა ინფორმაციის თუ რა ოჯახებში და რომელ ოჯახებში ეყენა, სხვა შორის იგივე კომპანია ემსახურებოდა და სერიალის წარმოებლებმა დაიწყეს манипуლირება ამ ფიფლმეტრებით, რომელიც 4 თუ 5 თვეში მოხდა ამ ინფორმაციის გამჟღავნება, ანალიზი ჩატარდა, სამწუხაროდ იქ ვერ გააგრძელა ამ ორგანიზაციამ რეპუტაციის გამო და გავიდა საქართველოს. რაც შეიძლება აქაც მოხდეს თურქეთიდან, რაც შეიძლება თქვა საქართველოს მოხდეს. ამის საფრთხეც არსებობს რასაკვირველია. აი თუ მოხდება ასეთი რამე და მაინც მოხერხდა, თქვა რისი ეჭვიც შიშიც არსებობს, ოჯახებზე ზეწოლა და შესაბამისად მივიღეთ ყალბი რეიტინგები. როგორ იქნება შესაძლებელი შემდეგ ამ სიტუაციის გამოსწორება, ისე რომ მომავალშიც არ დაზარალდეს ზოგადად ასეთი კომპანიების რეპუტაცია და რეიტინგებმა შემდეგ ისევ ნდობა მოიპოვოს. ძალიან რთული იქნება. აი წარმოვიდგინოთ ეგ შემთხვევა, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ამ პროცესის მერე რომელიმე ერთი კონკრეტული ტელეკომპანიის რეიტინგი დაეცა, მეორესი გაიზარდა. ამ შემთხვევაში ცხადია შეიძლება კომპანიას გაუჩნდეს კითხვა, რომ ეს ხო არ მოხდა იმის გამო, რომ ვიღაცამ გაიგო იმ ადამიანების კონკრეტულად იმ ადამიანების სახელები და გვარები, სადაც ეს მოწყობილებები არის დამონტაჟებული და ამის შემდეგ ხომ არ მოხდა რაღაც კანონსაწინააღმდეგო გავლენების მოხდენა იმ კონკრეტულ ადამიანებს. ეს კითხვა კი გაჩნდება და ამას შესაძლებელია კონდეს ლოგიკური საფუძველი, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხის მიღება იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი, იმიტომ რომ თუ ამ კითხვაზე ობიექტური პასუხის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ოჯახებიდან, სადაც ეს არის დამონტაჟებული, ხო? იმათ უნდა ვკითხოთ, ესეთ ზეწოლას ქონდა თუ არა ადგილი, მაგრამ თუ ადამიანებმა ვერ გაუძლეს თავის დროზე ზეწოლას და ზეწოლის შედეგად გადართეს იმ არხზე, სადაც არ სურდათ რომ გადაერთოთ, ცხადია კითხვის დასმის შემდეგ ისინი არ გასცემენ პასუხს, რომ კი ზეწოლას ქონდა ადგილი, იმიტომ რომ ვინმეს თუ აქვს ზეწოლის გაძლების ძალა, მანამდე აღმოჩნდება ეს ძალა და ეტყვის რომ მიცით რა, მე მაინც იქ გადავრთავ, სადაც მე მინდა, მაგრამ ვიღაცამ თუ ვერ გაუძლებს ზეწოლას, ის არ იტყვის ამის შესახებ და შესაბამისად ჩვენ ვერ გავიგებთ ამის შესახებ. ჩვენ ტელეკომპანიებში გვეცოდინება რომ
ჩვეულებრივად ვამბობ, იმედია ეს არ მოხდება, რომ ჩვენ გვაქვს ყალბი რეიტინგები და რა უნდა ვქნათ მაშინ, ვერაფერს ვერ ვიზამთ. არ ვიცი, კომპანია კაფეოდ აცხადებს, რომ ყალბი რეიტინგი არ იარსებებს. თუ კომპანია დარწმუნდება იმაში, კომპანია დარწმუნება არ იარსებებს რეიტინგი, ან იარსებებს ნამდვილი რეიტინგი. ანუ კომპანია მოხსნის ყველა აპარატს და გადაამისამართებს მათ. მაგრამ გადამისამართებას, როგორც მოგახსენეთ, ჭირდება დრო, ანუ გარკვეული პერიოდის მანძილზე დასახსრები, რა თქმა უნდა, უბრალოდ არ ვიცი, რამდენად საინტერესოა საზოგადოებისთვის ეს, მაგრამ საკმაოდ დიდი სახსრები დაჭირდება იმას, რომ ათასობით ადამიანი გამოიკითხოს და ხელმეორედ მოხდეს ოჯახების იდენტიფიცირება და განთავსება. შესაბამისად, ესე იგი, კომპანიის სახელით კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ალბი რეიტინგი არ იარსებებს, ასე რომ ეს შიშები რაღაც თქვათ ძალიან კარგი. მე მინდა ბოლო რეპლიკებისთვის, ძალიან მოკლე რეპლიკებისთვის მოგცეთ დრო, იმიტომ რომ გილოცავთ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებო, თქვენი ხელმძღვანელი უკვე აქ არის, კახაბენდიკი გამოვიდა რუსთავიორში და შემოგვიერთდება რამდენიმე წუთში გადაცემაში, ამიტომ დრო რომ დაგვრჩეს, მინდა ბოლო რეპლიკებისთვის მოგცეთ დრო და მოკლედ შევაჯამოთ დღევანდელი დისკუსია. უბრალოდ იმგვარი მომავალი არ უნდა დადგეს არავითარ შემთხვევაში, რომ ამ კომპანიის ფუნქციონირება შეექმნას. საფრთხე ამაზე არავინ არ დაობს, რომ ეს კომპანია არის სპეციფიური, განსაკუთრებული და მის ამგვარ ფუნქციონირებაზე არის დამოკიდებული მაუწყებელთა ფუნქციონირება. უბრალოდ მგონია, რომ ეს ინფორმაცია უნდა იყოს გაგებული ამგვარად, სწორედ როგორც ეხლა ჩვენ გადმოვცემთ ამას, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან და გონივრული ნაბიჯები გადადგას. ფინანსთა სამინისტრომაც კონკრეტული დადგენილება, რომელსაც ჭირდება ნორმალური იმპლემენტაცია. ხო, ადამიანები ვართ, ყველა რაღაცა სახით კანონს ვახორციელებთ. უბრალოდ მე მგონია, რომ ასეთი მთლად აპოკალიფსური მომავალი არ გვექნება და არ ჭირდება არაფერში. ყველა ხელისუფლებისთვის დამღუპველია ესე ნაჯახით შეხომედია და არანაირად არ ჭირდება ეს არც ამ ხელისუფლებას ასეთ შემთხვევაში. ზურა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაცნაირად მოინახოს გზა რომ მოხდეს ალტერნატიული მეთოდით ინვენტარიზაცია ამ ფიფომეტრებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ჩამოშლილ სარეკლამო ბაზარს, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ დაბალი ხარისხის სატელევიზიო პროდუქტს, ჩვენი მაყურებლები ვერ ნახავენ მათ საყვარელ შოუებს, საყვარელ სერიალებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, კითხვის ნიშნის გაჩენაც კი რამდენად სწორად იზომება რეიტინგი და რამდენად არის კონფიდენციალურობა დაცული, კითხვის ნიშნის გაჩენაც კი არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შესაძლოა ჩვენ ამ შემთხვევაში მივიღოთ ძალიან დიდი კლება სარეკლამო ბაზარზე. დიდი მადლობა. ილია. ჩემი აზრით უნდა გამოიძებნოს გარკვეული კომპრომისები ორივე მხრიდან, რათა მოახერხოს ჯანსაღი ფუნქციონირება TVMR საქართველოს და მოხდეს ნამდვილი რეიტინგების გაზომა. ჩემი აზრით ტყუილი რეიტინგები არც ერთ ტელეკომპანიას არ უნდა აწყობდეს და არც სარეკლამო ბაზარს რასაც და არ აწყობს არც სახელმწიფოს. არ უნდა აწყობდეს ყოველ შემთხვევაში, კახა. მე მგონი ყველა ერთ აზრზე ვართ, კერძოდ ფაქტია და ნათელია ინტერესი თუ რა შეიძლება იყოს კომპანიების და ტელეკომპანიების და ამ კონკრეტული რეიტინგის მზომელი კომპანიის ინტერესი და ზოგადად საზოგადოების ინტერესი დამოუკიდებელი ტელევიზიების არსებობის შემთხვევაში და ამ ინფორმაციის გამჟღავნება თუ მართლაც ამ ინტერესს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მე ვფიქრობ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებშიც არის შესაძლებელი გამოსავლის მონახვა და ბოლოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ საგადასახადო ორგანოს პოზიცია არის ის, რომ მინისტრის ბრძანება არის პრობლემა და არ შეუძლიათ რომ დაარღვიონ ეს ბრძანება, მინისტრის ბრძანების შეცვლა არის ძალიან მარტივი. ეს არ არის პარლამენტი, რომ იქ ჭირდებოდეს რეგლამენტით გაწერილი პროცესი. ძალიან მარტივია მინისტრის ბრძანების შეცვლა. ეს არის ერთი დღის ამბავი. ბოლო-ბოლოს შეიცვალოს ამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ეს ბრძანება. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ არის ამის საუცრებლო, მაგრამ მივყვები შემოსავლების სამსახურს ლოგიკაში. თავარია ეს სიტუაცია და მოგვარებადი ამბავია, მოგვარებადი ამბავია. ნიკა უნდა ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოთ ის რაც მოხდა და ის რაც შეიძლება რომ მოხდეს. მოხდა ის რომ სახელმწიფომ უკანონო ჩარევა განახორციელა მედია ბაზარში, ამის მცდელობა ჰქონდა და ჰქონდა მცდელობა რომ ამოიღო ინფორმაცია, რომელსაც გამოიყენებდა მედიის წინააღმდეგ. მისთვის არასასურველი მედიების წინააღმდეგ და ჩვენ საკუთარ თავს ასეთად განვიხილავთ ნამდვილად და მისთვის სასურველი მედიების სასარგებლოდ. ახლა ესეთი მედიები რომელია, იხილეთ მესაკუთრეები და მიხვდებით ეგრევე. რაც შეეხება იმას, რა შეიძლება მოხდეს და რა უნდა მოხდეს. უпростоრად შეიძლება ეს გეგმა განხორციელდეს, ანუ ჯერ ამისგან დაზღვეული არ ვარ და იმედი ასე არ მოხდება, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ის რაც მოხდება, იქნება პოზიტიური მედიისთვის. ანუ ამ ინფორმაციას ვერ წაიღებენ და არ წაიღებენ, თუ კეთილნებას გამოხატავენ, თუ იძულებული იქნებიან საზოგადოებრივი ზეწოლის
საფუძველზე, ოღონდ ასეთ ნახევარზომებით და გაუგებრად ტონალობაში ლაპარაკით ეს ვერ მოხდება, რა თქმა უნდა. და მაკვირვებს უბრალოდ ზოგიერთი აქ ყოფის ტონალობა, რომელიც სრულიად განსხვავებული იყო აბსოლუტურად იდენტურ ვითარებაში წინა ხელისუფლების დროს და სრულიად იგივე ხდება ახლა უბრალოდ კომპონენტი შეიცვალა პოლიტიკური, სახელები შეიცვალა, თორე სრულიად იდენტური რამ ხდება, შეიძლება კიდევ უფრო ხისტი და კიდევ უფრო მასშტაბური. ამიტომ ასეთი მიდგომით ზეწოლა უნდა იყოს ძალიან ინტენსიური, საიმედოდ რომ სახელმწიფომ ვერ კი არა, არ გააკეთოს პირველ რიგში, იმიტომ რომ მის ინტერესებშიც ნამდვილად შედის, რომ ეს არ გააკეთოს. თუ ამაზე სახელმწიფო მიდის, მაშინ მან უნდა იცოდეს, რომ ის აუცილებლად გადაიხდის ფასს მედია სარეკლამო ბაზრის და თავისუფალი მედიის დანგრევისთვის. ამ ფასის გადახდა მას მოუწევს. ეს ფასი გადაიხადა წინა ხელისუფლებამაც, გადაიხდის ეს ხელისუფლებაც თუ წავა ამ ნაბიჯზე. დიდი მადლობა და მე ამ ბლოგს ქეთის სიტყვებით დავასრულებ, რომელმაც თქვა, რომ ყალბი რეიტინგები საქართველოში არ იქნება, თუ ამის საფრთხე შეიქმნება, კომპანია საერთოდ აღარ აწარმოებს ამ რეიტინგებს. თქვენ მზად ხართ თანამშრომლობისთვის? ცხადია. რომ ყველაფერი მოგვარდეს წყნარად და მშვიდად. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. ეს ბლოკი დასრულებულია. ჩვენ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ჩვენი სტუმარი უკვე იქნება აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუკიძე, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დატოვა დაკითხვა მთავარ პროკურატურაში. დაგველოდეთ. თქვენ უყურებთ არჩევანს და როგორც გითხარით, ჩვენი სტუმარი არის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მოწესრიგება დამფუძნებელი კახა ბენდუკიძე და აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან დღეს ჩვენი სტუმრები, რომლებიც სულ მოუთქმელად გელოდნენ, უნდა ვთქვათ, ბატონო კახა და ჩვენ გადაცემაშიც გამოვთქვით ამის ეჭვი, რომ იმდენ ხანს გაგრძელდა დაკითხვა, რომ უკვე გქონდა იმის ეჭვი, რომ შეიძლებოდა თქვენ საერთოდ აღარ გამოსულიყავით მთავარი პროკურატურიდან, მაგრამ გილოცავთ, რომ აქ ხართ და ჩვენ ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რატომ გაგრძელდა დაკითხვა ამდენ ხანს, რა შეკითხვები ქონდა პროკურატურას? გაგრძელდა ამდენ ხანს დაკითხვა, იმიტომ რომ მე ძალიან დეტალურ პასუხებს ვაძლევდი. მათ შორის ხაიყავით? ციმი არ ვიყავი, მაგრამ მე კიდე მინდოდა რაღაცებზე მელაპარაკა, იმიტომ რომ იქ კითხვები ქონდათ ესეთი, მაგალითად, რა სასწავლო პროგრამებს ახორციელებთ აგრარულ უნივერსიტეტში, რა რეფორმები ჩატარდა და მაგაზე შემიძლია ვილაპარაკო რამდენიმე დღე და ვთქვათ, კანონი ამ ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ მოკლეც იყო. არა, ხო, ამიტომ მოკლე იყო კი. მე უბრალოდ სანამ გადავიდოდეთ აი ამ შინაარსზე, რომელიც შეიძლება მანდამაინც საინტერესო არ არის, მე მინდა თქვა, რომ აი ეს ახლა რომ მოვედი, უყურებდი ცოტა ხანი წინა დისკუსიას. და ჩემი საერთოდ ეს არის ხელისუფლების უზარმაზარი შეცდომა თუ დანაშაული, რომ აი ნახეთ, რუსთავი არის ყველაზე რეიტინგული, ოღონდ ჯერჯერობით ტელევიზია. ხო? არსებული რეიტინგები, ხო. დღეს სამყარო შეიცვალა. დღეს პირველად ომის შემდეგ, პირველად ჰელსინკის მოლაპარაკების შემდეგ ერთმა ქვეყანამ ევროპაში განახორციელა მეორე ქვეყნის ტერიტორიის პირდაპირ ანექსია, ანუ სრული ანექსია განახორციელა. ეს ცვლის აბსოლუტურად ყველანაირ არსებულ ბალანსს ძალებისას და სოფლიოშიც და ევროპაშიც და საქართველოს უქმნის სრულიად სხვა ცხოვრებას. ანუ როცა შეიძლება გვეხვეწონ კარგ შემთხვევაში გვეხვეწონ რომ მოდით შემოდით ნატოში ან ევროკავშირი ახო არ გინდა და რაღაც. ყოველ შემთხვევაში გასაგებია რომ უკრაინა რომელიც ჩვენთან ერთად მოძრაობდა და ჩვენზე ჩამორჩენილია რაღაც რეფორმებში შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი და ნატოს წევრი და ცხადია რომ ჩვენც ამ მატარებელს შეგვიძლია რომ შევახდეთ. ახლა ამის მაგივრად რომ ჩვენ მთელი ერი ჟელოდებს ამ საკითხზე. იყოს დისკუსია მთავრობის მონაწილეობით. როგორ აპირებენ ამის გამოყენებას, როგორ არის რომ რაღაცნაირად კონდეთ კომუნიკაცია ქართულ ხალხთან ამაზე, ხო? ანუ ლაპარაკი არის ჩვენს მომავალზე. ჩვენს ხარგზევადიან მომავალზე იმაზე ესე ვთქვათ, რაღაც შემთხვევაში შეიძლება ეხება ჩემი სასახლეო ევროპაში იქნება თუ არა, მაგრამ ამათ შემთხვევაში ესენი იცხოვრებენ ევროპულ სახელმწიფოში თუ იცხოვრებენ რუსეთში, ხო? ამის მიღება ჩვენ ვжелობთ ორ სისულელეზე. ერთ სისულელე არის რომ ფინანსური პოლიცია შევარდა კომპანიაში რაც შეიძლება კანონით უფლება აქვს, მაგრამ აბსოლუტურად არაპროპორციულია იმ ზიანის, რომელიც შეიძლება მიადგეს და ამით ირღვევა ჩემი საერთოდ ძალიან ფუნდამენტური აქ არიან იურისტები, ჩვენი სტუდენტები და იტყვიან რომ ეს ამით ირღვევა ძალიან ფუნდამენტური პრინციპი, ანუ რომ რაღაც მართლზომიერი იყოს და პროპორციული იყოს
საქციელი და მეორე ეს შეიძლება არც არის ბოლოს შევარდნა ამაზე საუბარი. და მეორე რომ ფინანსურმა პოლიციამ დაიწყო გამოძიება იმის შესახებ რომ ვიღაცამ გაფლანგა სახელმწიფო ქონება და რატომღაც დამიბარეს მე დაგიწყაზე. ამ ორ ფინანსური პოლიციის და ჩვენი მთავრობის სამართალდამცავი ნაწილის ინიცირებულ ორ სისულელეზე დღეს ჩვენ საღამოთი ერთზე ვილაპარაკეთ და მეორეზე ახლა ვილაპარაკებთ. იმის მოგებად ჩვენ ვიმსჯელოთ მეორე უფრო მნიშვნელოვან და დიდ საკითხზე რა პერსპექტივას უქმნის საქართველოს, რა არის გასაკეთებელი სასწრაფოდ იმისათვის რომ ჩვენ აი ამ შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ. მე სხვადასხვა მაყურებელს შევახსენებ, მე ეს უკვე ვთქვი, რომ ბატონი კახა დაბრუნებულია რამდენიმე დღის უკრაინიდან და მას დახვდა უწყება, როდესაც სახლში ჩამოვიდა და დღეს თქვენ ლექცია უნდა წაგიკითხათ სწორედ უკრაინის შესახებ, მაგრამ ამის დრო არ დაგჭირთ. მოდით ვისაუბროთ ამ მეორე სისულელეზე, როგორც თქვენ მას და რატომ დაკარგეთ ამდენი საათი. რა არის ეს ჯერთ მე ასე ვთქვათ საგამოძიებო სამსახური პროკურატურის და თუნდაც ფინანსური არის სახელმწიფოს ნაწილი. და თუ ჩვენ გვინდა რომ ვთქვათ ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ უნდა პატივისცეთ სახელმწიფო ორგანოებს, ხო? და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა ავტეხოთ, მოვახდინოთ რევოლუცია და ავტეხოთ ჯანგი. ხო, და ამიტომ ცხადია ახლა მე იმ ადამიანების წინააღმდეგ რომლებიც დღეს მკითხავდნენ ორი ადამიანის, ორი პროფესიონალის წინააღმდეგ არაფერი არ მაქვს. ისინი ძალიან ვთქვათ კონსტრუქციულად და პროფესიონალურად იყვნენ განწყობილები. ეს ერთი, მეორე არის რომ ცხადია ის კითხვები, რომლებიც არ ვიცი ვის შედგენილი იყო, ფაქტიურად არ ეხებოდა, ან მხოლოდ ნაწილობრივ ეხებოდა პრივატიზაციის პროცესს, რომელზეც ვითომ არის გამოძიება და მნიშვნელოვნად ეხებოდა რა მოხდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს გაფლანგული იყო თუ არა სახელმწიფო ქონება, ამასთან საკითხს რა სასწავლო პროგრამები ხორციელდება აგრარულ უნივერსიტეტში. თუ ვინმე ამიხსნის მე ასე ვთქვათ სილოგიზმების ჯაჭვს, რომელსაც მივყავართ ჩვენ გაფლანგვიდან, სახელმწიფო ქონების გაფლანგვიდან აგრარულ უნივერსიტეტის პროგრამებამდე, ხო, მე დიდი მადლობელი ვიქნები, იმიტომ რომ თქვენთვის რაზე მიუთითებს ეს ასეთი ალოგიკური შემთხვევაში იმაზე რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თქვით, რომ ეს ადამიანები პროფესიონალები იყვნენ, არა, ეს ადამიანები პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ ეს ადამიანები არიან თანამშრომლები რომლებსაც ყავთ რამდენიმე წება უფროსი და თაუფროსზე უფროსი და ამიტომ ასე ვთქვათ, ხლა მე ხო არ ვიცი მოძრაობა როგორ მოხდებოდა და ვის რა კმაყოფილება თუ არა კმაყოფილება უხდება ამის რაზე მიუთითებს თქვენთვის არა ჩემზე მიუთითებს შემდეგ რაღაცას რომ შემდგომში არის რამდენიმე მკაფიო რაღაც პირველი ეს საქმე რამდენიც მესმის და ამეხსნეს იურისტებმა გაიხსნა შარშან დაახლოებით ამ დროს, ანუ 1 წლის წინ. დაახლოებით 1 წლის წინ. 1 წლის წინ, როდესაც ჩვენ განვიცადეთ ავტორიზაციასთან დაკავშირებული შეტევა, ანუ როცა ავტორიზაცია ჩამოგვართვეს. ეხლა, აქ არის ორი მოდელი. ერთი მოდელი არის, ასე ვთქვათ, როგორც ვთქვათ, კლიმატური, რომ გაზაფხულობით ხდება გამწვავება და ამ გამწვავების შედეგად ჩვენ გვესხმიან თავს. ну ეს საინტერესო მოდელი, იმიტომ რომ ზოგადად ბიოლოგიური მოდელია. ხო, ესეთი ნეიროფიზიოლოგიური ვიტყოდი. იმიტომ რომ ზოგადად ეს ცნობილი არის, ასე ვთქვათ, გაზაფხულისა და შემოდგომის გამწვავებები ცნობილია. ხო, თუმცა ეს, ასე ვთქვათ, უფრო არაადეკვატური ადამიანების ზონეზეა ცნობილი, ვიდრე სახელმწიფო ზონეზე, ასე ვთქვათ, რა უნდა მოხდეს. მეორე არის, რომ შარშან ეს უკვე ჩადებული იყო ნაღმი, ანუ შარშანდელი იდეა იყო ესეთი, რომ ეხლა მათ წავართვეთ ავტორიზაციას და შემდეგ როგორც ავტორიზაციას ისინი დაკარგავენ და ალბათ აცხადე არ იგებოდა ავტორიზაციის მე დაბრუნება, იგებოდა ავტორიზაციის შემდგომ ანუ სამუდამოდ ჩამორთმევა. ამის შემდეგ აი ამ საქმესაც გავხსნით და ორმაგ დარტყმას მივაყენებთ და ამ ქონებას ჩამოვართვეთ საერთოდ. ხო? დიახ. ეს ვთქვათ ერთი ჰიპოთეზაა. თუმცა შარშან ეს არ გამოვიდა საბოლოოდ ავტორიზაცია აღდგა. ავტორიზაცია აღდგა, იმიტომ რომ მათ შორის აი ჩვენმა სტუდენტებმა ამ დარბაზში და ამ დარბაზში არ მოსულმა სტუდენტებმა, უამრავმა სტუდენტებმა, უამრავმა მეცნიერმა, უცხოეთში მოღვაწე მეცნიერმა, უამრავმა ჩვენთან თანამშრომელმა, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთაც ღირებულებას წარმოადგენს განათლება, მათ ეს თავის მკაფიო გაანებეთ თავი.
ხო. მეორე, ხო და ესე იგი ამ შემთხვევაში თუ ეს გამწვევებასთან არ გვაქვს საქმე უბრალოდ, ხო და ეს თუ ესე იყო, ხო ანუ შარშან დაიწყო და მე იყო, იმიტომ რომ ხა გაეკეთებინათ ეს აპრილში, ხო ხა აპრილში როცა შენ მარტში წააგე ეს საქმე, ხა რაღაც უცნაური იქნებოდა, ხო? ამიტომ იყო და ეთყობა რაღაცამ გამოიწვია ამის პროვოცირება. რამ გამოიწვია ამის პროვოცირება? რა არის რეალური მიზეზი თქვენ როგორ ფიქრობთ? პოლიტიკურ დევნაზეა რა თქმა უნდა საუბარი, მაგრამ როდესაც თქვათ იგივე ნაციონალური მოძრაობა საუბრობს, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ხშირად არის საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებიც პარტიის წევრები არიან. თქვენ არ ხართ პარტიის წევრი. არის ზოგჯერ საუბარი ადამიანებზე, რომლებიც არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას და ამიტომ ჩდება ეჭვი, რომ მათ პოლიტიკურად დევნიან. თქვენ არ აპირებთ არც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. რა შეიძლება იყოს რეალური მიზეზი? რა უნდა კახავენ თქვენისგან? მათ ხო არიციან რომ არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. შეიძლება ფიქრობენ რომ ანუ ვაპირებ რა ვიცი ჩემოდნებით ფულის მიტანას არჩევნებისათვის რაღაცა ხა იმიტომ რომ ანუ ჩემი წარმოდგენა ჩემზე ეჭვობს რომ ძალიან განსხვავდება მათი წარმოდგენისგან ჩემზე ხო ანუ მე ჩემი თავი ბევრად უფრო ბუნჩულ ადამიანი ვქონია ვიდრე მათ გონიათ ალბათ თუმცა ვიზუალურად ხო თათესად მოდაუჯერებთ ვიზუალს მაგრამ მე რაჭველი ვარ და ახლა თუ გავბრაზდი ბოლო ხა ახლა ჯერ არ გავბრაზებულა მაგრამ თუ გავბრაზდი ნუ მე ნამიტანი ინერციულები ვარ რაჭველები და მე ვთქვათ ზვავებით რაღაც უკვე ვეღარ გავარჩევ სად არის სწორი გზა არის სწორი გზა რაღაც უფსხუში ჩავექანები მე ამ ჩაქანების პროცესში შეიძლება ბევრი რაღაც დავამტვრიო ხო და არ ვიცი შემისაიდან რამდენი მომენტი იყო რა არის ეს მომენტები? აი თქვენ ერთ-ერთი ახსენეთ რომ შეიძლება შეეშინდათ რომ ფული არ მიმეტანა სადმე ვინმე სვიდოს. სხვადასხვა თქვენს უნივერსიტეტში არიან მუშაობენ ადამიანები რომელთა მიმართაც შეიძლება ახლანდელი მთავრობა და ხელისუფლება მაინც სიმპათიით არ იყოს განწყობილი მათ შორის თქვენს მიმართ შეიძლება ეს იყოს პირდაპირ. ეს არის თუმცა ჩვენ ინსტიტუტში მუშაობენ ადამიანები რომლებიც ამ მთავრობის იდეოლოგები არიან მაგალითად ზაზა შათერიშვილი ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორია. დიახ. ხო და ასევე ჩვენ რამდენიმე პროფესორი მყავს რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრია ანუ აბსოლუტურად გულზე არ მეხატება რესპუბლიკური პარტია მაგრამ მისი წევრები არიან ჩვენი პროფესორები და ანუ ამაში ვერაფერს და მინდა გითხრათ რომ შარშადელი სტუდენტური აქციების ორგანიზატორების ნაწილი იყო ქართული ოცნების ძალიან აქტიური მხარდამჭერი აქციების რომელიც ჩვენ გვიცავდა იმიტომ რომ მათ ასე თავისი პოლიტიკური შეხედულებები და უშუალო ინტერესების გარჩევა შეუძლიათ. რამდენი დარჩენა არ ვიცი ამის შემდეგ, მაგრამ ნუ უშუალოდ იყვნენ. მაშინ რა შეიძლება იყოს მოტივი თქვენ? არა, მოტივი შეიძლება იყოს რამდენიმე რაღაც. პირველი რომ ზოგადად არჩევნების წინ აჩვენონ რამდენიმე ასე ვთქვათ აი ასე ვთქვათ ათვალწუნებულ პიროვნებაზე რომ აი როგორ ებრძვიან მათ, იმიტომ რომ ეხლა როგორ არის ხო? პურიან სანახაობა. ну პური თუ არ გამოდის სანახაობა უნდა გამოვიდეს რა სანახაობა უნდა გამოვიდეს რაღაც ხონდა ვიღაცას უნდა მიადნე ახლა მაგალითად რაღაც აუშვით რომელიღაცა სამინისტროს დეპარტამენტის უფროს მიადნენ ხო გაუგებარი ახლა ну ვიღაც ადამიანი რაღაც ანუ საგზაო ავარიის ტოლფასია საზოგადოებრივ თვალსაზრისით ხა ბენდუგიზეს რომელიც ну ახლა ბუდიშამ ციტატი ღორივით ხშინავს და გასუხებულა და რაღაც გაყიდა კალაპოტები რაღაცა და ჩაიჯიბა და ქთამებით იხშობა და აღარს უნდა შეუძლია და რაღაცა და რომელსაც როგორც დაწერა ერთმა ჟურნალისტმა დამპალ გაზეთში, ну, ბევრ დამპალ გაზეთთან ერთ-ერთ დამპალ გაზეთში რომ მაგიო ისე გასებულიყო რომ როცა სახელმწიფო გამოუშვესო ვერ გამოეტია კარში და დემონტაჟი მოახდინეს კედლის რაღაც ანუ ესეთ ადამიანზე ზეწოლა ცხადია ხო რაღაც ნუ ვიღაცას გაახარებს ხო ეხლა ნუ აი ნახეთ რაღაცა უქნეს გარდა ამისა მე არ გამოვლისხავ რომ რაღაცნაირი პროვოცირება მოახდინა მათ შორის ჩემმა უკრაინულმა აქტივობამ იმიტომ რომ როგორც მე ვხვდები რაღაც არაპროპორციული რა არის რამდენიმე მაგალითად პოლიტიკოსი და ჟურნალისტი რომელსაც არაპროპორციული ინტერესი აქვს წინა ხელისუფლების პერსონებთან ხო მაგალითად იგივე სააკაშვილთან ანუ რაღაცაზე რომ ლაპარაკობ ხო და აი რაღაც ნიანგების გამრავლებას დავშნიან მაგრამ სააკაშვილი ხო დავუმატებ ხო ან რაღაცაზე ხლა უკრაინა არის უზარმაზარი მოვლენა ხო ხა საერთოდ შევა შემიძლია მივცემ ხოლმე რომ თქვენს ტრებზე თუ ამდენს ლაპარაკებთ ტრებს უფრო პოპულარულს გახდით
ხო, ანუ ეს უბრალოდ პიარულადაც არასწორია. მოდით ბატონ კახო უფრო შეიძლება ასეთ ის იყო, რომ აი ნახეთ ახლა ეს ანუ მე უკრაინაში შევხვდი პრემიერ-მინისტრს, შევხვდი რამდენიმე მინისტრს, შევხვდი პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეს, დეპუტატებს, მაიდანის სხვადასხვა ძალებს, მაიდანში მოქმედ ძალების ხელმძღვანელებს, აქვია სტუდენტებს, რამდენ ბიზნესმენებს, ექსპერტებს და თქვათ, ну შეიძლება ესეც რაღაცნაირად ვიღაცას დამატებითი იყო, რაღაც აი ესეც დადის იქ ვარშალომიძე უკრაინაშია, ვიღაცები მიდიან, ჩვენ ჩევლებს თხოვენ რომ მე მაგალითად მითხეს რომ აქვია იქნება ყოველთვის ჩამოხვიდეთო 3 დღითო უკრაინაშიო მთავრობამ, ხო? და რა მისნით? ну ხა შესახედავად ასეთი კარგი არ ვარ, რომ სახედავად ჩამოყვანონ, საჭმელად არ ვარ ვარ ჰეპატიტი მაგალითად, ამიტომ შესაბამისად რჩევებისთვის. დიახ. სხვა რა ვიცი, სიმღერა მე არ ვიცი და გიტარაზე და რა არ ვიცი და მაგი იქაც ისიან, ხო? არა, რჩევებისთვის, იმიტომ რომ უკრაინა დღეს ძალიან რთულ დღეშია, მაგრამ ხა დღევანდელ გადაცემის თემა ეს არ არის და შემისაიდ ეგრეთ თვითონ შეიძლება ყოველ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი მოტივაცია ქვეყანა მე საერთოდ ვერ წარმოვიდგენია. ხო, მაგრამ შეიძლება ესეც იყო. ანუ შეიძლება ამათი კომბინაცია იყო, ხო? მოვსინჯოთ, ნახოთ, მაგრამ მე მგონია კიდევ ერთი მომენტი ხა ქვია ბატონ კახო, მოდით თქვენ რომ უპასუხოთ იმ რეალურ ბრალდებასაც, რომელმაც გაიჟღერა პროკურატურის მხრიდან თქვენს მიმართ, მე მოკლედ შევაჯამოთ, თვითონ რომ სპეციფიკური ტერმინებით იყო ეს ყველაფერი განმარტებული, რომ სახელმწიფო ქონების შესყიდვა მოხდა ძალიან დაბალ ფასად. იქ საუბარია რომ 5 მილიონ ლარად მოხდა შესყიდვა სინამდვილეში დოლარად და საბაზრო ფასი სინამდვილეში ასეულობით ლარსაც კი აჭარბებს. რაიმე საბაბი არსებობს? ამის საბაბი როგორ არსებობს? ამის საბაბი არის გაზეთი ასაულ დასავალი. ერთადერთი. ხო, იმიტომ რომ ეს რამდენიმე ასეული დოლარი, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი საქართველოში არ გვეს არაფერი. მილიონი არ მეგვი ასეულთან ლარებში. ასეულ მილიონ, მრავალი არის 3-იან მეტი, მე ესე ვიცი ქართული. ანუ 2 არ არის მრავალი. მრავალი არის 3-იან მეტი. ხა 300 მილიონი ლარი საქართველოში არ ღირს არაფერი, და მithumedes კიდევ უფრო მეტიც არ ღირს არაფერი. პატარა ქვეყანა ვარ და აქ დიდი კაპიტალი არ დრიალებს. ეს უბრალოდ საერთოდ წარმოდგენა ხონდეს ფული რამდენი, რაც ნიშნავს 300 მილიონი დაუშვით, ხო? ამაზე გისვამდნენ თქვენ დღეს შეკითხვებს თუ მხოლოდ ნუ ძალიან აკურატულად, იმიტომ რომ ეს ძალიან სუსტი შეკითხვები ახლა იმიტომ რომ როგორ შეიძლება დასვა შეკითხვა, ანუ 90% დიახ, იმ მიწებისა, რომ აი და მიწები უნდა გაზომო, როგორც მივხვდი ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ოპონენტმა თუ იყიდა მიწა, უნდა გაზომო კვადრატულ სანტიმეტრებში. მე კიდევ უფრო ბევრი გამოვიდეს, მილიარდობით გამო. მილიარდი კვადრატული სანტიმეტრი. ზომავენ კვადრატულ მეტრებში ჯერჯერობით, ანუ ესე არ არის გამწვავებულითა და 10 მილიონი კვადრატული მეტრი 10 მილიონი კვადრატული მეტრი რა? 10 მილიონი კვადრატული მეტრი არის 1000 ჰექტარი. 1000 ჰექტარი არის ამერიკაში საშუალო ფერმა. რა მოხდა. და ეგეთი ის იყო, რომ აქვია ამ ტერიტორიის 90%-ზე მეტი არის თბილისის გარეთ. დიახ. თბილისის გარეთ, ანუ სოფლად. სოფლად ეხლა მიწა რაღაც ჩვენ ყველა ვიცით, კახეთში შეგვიძლია წახვიდე და მიწა იყიდო რაღაც 1500 ლარად თუ ვენახერა, ანუ ჩვენ ცარელი მიწა თუ არის, ხო? და ანუ ეს თელი ეს მიწა რომელიც ქალაქის გარეთ არის, ამიტომ ეს 10 მილიონი, ანუ 9 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა. ეს არის სადღაც 900.000, შეიძლება 1 მილიონი, შეიძლება 1.100.000 ლარის საქმე. ამიტომ ეს საერთოდ ამას ლაპარაკის ზედმეტია, ხო? ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ თბილისში არსებობს თუ არა ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელიც ღირს მრავალი ასეული მილიონი. აი წარმოიდგინეთ თბილისში რაღაც მიწის ნაკვეთი, ხო? დიახ. რომელიც ღირს მრავალი ასეული მილიონი. ჯერ წარმოიდგინეთ და მე მითხარით, რომ კი მე წარმოვიდგინე, ეს არის რა ღირს რამდენიმე ასეული მილიონი. ალბათ თელი ვაკე. ჯამში ღირს რამდენიმე ასეული მილიონი. ხო, ამიტომ ეს არის თქვენ ამბობთ რომ ის ფასი რომელიც იქნა გადახდილი. არა, ფასი არა, საერთოდ იცით რომ ეხლა ამაზე მე ვუბრალოდ იმიტომ რომ მე ჩემი თანამშრომელი ამაზე დისკუსიას აზრი არა აქვს და ეს ხო მე უბრალოდ იმის გამო მითხრა საქმე იმაში რომ ამას საერთოდ კავშირი აქვს ანუ თავრობას აქვს ეგეთი უფლება რომ მან გადაწყვიტა რაღაცა ქონება გაყიდოს ყიდის ან აუქციონზე და აუქციონზე ყალიბდება ფასი ასე ვთქვათ შეჯიბრის შედეგად ან რაღაც ქონებას ყიდის ან სპეციალური პირობებით
ჩემი სადი შეიძლება ესეც აუქციონზე გაყიდულიყო, მაგრამ ეს თავრობა ყიდის ხო მე ხო არ ვყიდი და ამ სპეციალური პირობებით გაყიდულ შემთხვევაში მას შევლის ყველა გაყიდოს 1 ლარად, ხო? ანუ 1 ლარად, 10 ლარად, 5 ლარად, 20 ლარად. კანონი მას ხაზი გავუსვათ აძლევს მას ამის. კანონი ხო, იმიტომ რომ ამისთვის არის სპეციალური პროცედურა, ისე როგორც ერთ პირთან მოლაპარაკების შემთხვევაში, შესყიდვის შემთხვევაში არის პროცედურა, ამას ვერ გადაწყვეტს ვერც ერთი მთავრობის წევრი, ამას ვერ გადაწყვეტს ვერც ცალკე პრეზიდენტი თავის ძველი უფლებამოსილების ფარგლებში. ამისთვის არის ორი გასაღების პრინციპი, ანუ მთავრობამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს პრეზიდენტს. დიახ. პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაავალოს მთავრობას დადოს ხელშეკრულება. ანუ ორი გასაღების პრინციპი, ანუ მარტო მთავრობა, მარტო პრეზიდენტი ვერ წყვეტს. იმიტომ რომ ეს, ასე ვთქვათ, მიყიდვები ხდება იმ შემთხვევაში, როცა აუქციონის ჩატარებას ატომღაც არ ითვლება მიზანშეწონილად. ხო? თუმცა ჩემი საით უმრავლესობის შემთხვევაში შეიძლება აუქციონის ჩატარება. ნუ მაგალითად დავიღოთ, რატო ჩემ თავზე რო ვილაპარაკოთ ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ხო? მარტო მაგრამ ის მიწა, რომელიც მას შორის მიწა, რომელზეც დგას სახლი, რეზიდენცია, რომელიც იჯარით აღსახებული, ეს მიწა ასე ამ მიწის ნაწილი ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიცი, იმიტომ რომ მაშინ თავრობის წევრი ყავი, იყო ნაყიდი პირდაპირ მიყიდვის წესით თავრობისაგან ნორმატიულ ფასში, რომელიც იყო 100 რაღაცა ლარი კვადრატული მეტრი, თუ არ ვცდები. ხო ხა, ის მიწა ჩემი საით 100 რაღაცა ლარი არ არის არანაირ კვადრატული მეტრი, იმიტომ რომ მაგდარი მიწა თბილისში მართლა არ არის. ანუ ხო თბილისის თავზე გადმოყურებ ბოტანიკურ ბაღს, ჩემი გზაზე დღის მეტ. ყოველთვის მე მზად ვარ ვიყიდო იმ ფასად რამდენიც მაშინ გაიყიდა ეს მიწა, ხო? მაგრამ ნუ ეს მოხდა, იმიტომ რომ ლაპარაკი იმაზე, რომ მსხვილი ინვესტორი ამ შემთხვევაში როგორც იყო და არის ბატონი მიძინა, უნდა რომ გააფართოვოს თავის ეზო და ამიტომ აუქციონი როცა ჩვენ გამოგვაქვს და შეიძლება ვიღაცამ სხვამაც იყიდოს, ხო, არ არის თათ კონსტრუქციული. აქედან გამომდინარე იყო მოდი პირდაპირ მიყვიდით. ისე როგორც პირდაპირ მიყვიდით იყო გაყიდული ბევრი სხვადასხვა ობიექტი, განსაკუთრებით როცა რთული პირობებია ხელშეკრულების. მაგრამ ეს კიდევ ერთხელ რომ მე ზოგადად არ ვარ დიდი ფანი პირდაპირ მიყვიდვის, მე როცა ვიყავი მთავრობაში მე მქონდა იდეები როგორ შეგვეცვალა პირდაპირ მიყვიდვა, მათ შორის რაღაც დროით შევცვალეთ კიდეც კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, მაგრამ ნუ სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ისე მუშაობა ცოტა უფრო ძნელია და ამიტომ ყველას აწყობს რომ იყოს უფრო მარტივად გაკეთებული როგორ დღეს არის, ხო? ბატონო კახა, მე ბოლოს მინდა გკითხოთ რითი დასრულდა ეს დაკითხვა, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, რა გითხეს, როდესაც ამ ეტაპზე რა გითხეს, დასრულებულია თქვენი დაკითხვა თუ გითხეს რომ შეიძლება კიდევ დაკითხვა? დასრულებული თორემ კიდე დავჩებოდი ხო? ხო და არა დასრულებულია გარდა ამისა, ანუ ადვოკატების აზრით ანუ იქ ამოწურულია საკითხები, ხა თუ რაღაც ახალი საკითხი, ახალი გარემოებები გაჩნდა და ახალი საკითხები გაჩნდა ცხადია, მაგ შემთხვევაში დაგვიტყვენ უპასუხებთ და თუ აღმოჩნდა რომ მე რაღაც ჩავიდინე ბოროტება, ანუ დამიჯერენ. კარგი, დიდი მადლობა ბატონ კახა, ჩვენი დრო იწურება, მაგრამ მე მინდა ბოლოს სიტყვა მივცე თქვენ სტუდენტებს, რომლებიც დიდხანს გელოდებოდნენ. აქტ ისინი დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, გითხარით თან აგრარული და ხარ თუ თავისუფალი უნივერსიტეტი? გამარჯობათ, გიორგი ოდოშაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი. პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ ხედავთ ბატონო კახა ჩვენ ამ დარბაზში. დღეს 11 საათიდან 7 საათამდე ვიყავი პროკურატურასთან და გიორგის გადაცემის გამო მომიწია წამოსვლა. სულ ორ სიტყვას ვიტყვი, მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გაუკეთეთ უნივერსიტეტს. მე მქონდა უბედურება, მე მქონდა საშუალება იმ უბედურების, რომ 2 წელი მე სწავლა ძველ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში, რაც გამოირჩეოდა სწავლის დაბალი დონით და კორუფციის მაღალი მაჩვენებლით და თქვენ რაც გააკეთეთ, ეს არის მსოფლიო დონის რეფორმა და გიხდით როგორც ერთ-ერთი რიგით მოგალათი მადლობას. მოკლედ ძალიან მიხარია მართლა რომ აქ ვარ, დღეს ცოტა რთული დღე გამოვიდა. პირველ რიგში რაც მინდა თქვა, რაც ხდება დღეს ზოგადად ჩემი პირადი პოზიცია თქვა, მე თავისუფალი უნივერსიტეტი ვარ და არა როგორც ვთქვათ მთელი უნივერსიტეტი ზოგადად, როგორც ილია ღლონტი, როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, მინდა თქვა რომ აგრარული უნივერსიტეტის მიმართ განხორციელებული ბოლო 2 წლის განმავლობაში, მეორე წელი რაც ხდება, ეს არის სუფთა პოლიტიკური პროცესი. მე იურისტი ვარ თვითონ, მაქვს პრეტენზია რომ ვიქნები იურისტი და
სუბთად იურიდიულად არანაირი საფუძველი თუნდაც დღევანდელი დაკითხვის თუნდაც იმ ავტორიზაციის შეჩერების რომელიც აღმოჩნდა კიდევაც რომ სუბთა იყო ფარსი არ არსებობს მე მინდა მოუწოდო უბრალოდ ამ მთავრობას იმ ხალხს ვინც ამ მთავრობას უჭერს მხარს და იმ ადამიანებს რომელიც აი ამ 2 დღის განმავლობაში არა მარტო Facebook-ზე არამედ მაგალითად თბილისის ფორუმზეც აქტიურობდნენ რომ იზრუნონ არა იმაზე თუ ვინ რას ლაპარაკობს და თქვათ მოახდინონ ჩემი სიტყვების თუ ნებისმიერ სხვა თავისუფალ უნივერსიტეტს ან აგრარულ უნივერსიტეტს სიტყვების კრიტიკა არამედ იზრუნონ იმაზე რომ ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს ამაღლდეს განათლების დონე დაინახონ ის რაც რეალურად არის არავინ მათ არავითარ შემთხვევაში არ აპირებს რომ რაღაც პოლიტიკური მიზნებით გამოიყოს ან სტუდენტები ან თვითონ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ამიტომ მე მოუწოდებ ყველას რეალობას შეხედონ თვალებში და გაუსწორონ იმ ფაქტს გაუსწორონ და დაინახონ ის ფაქტი რომელიც სახეზეა დღეს აგრარული უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი საქართველოში ხოლო აგრარულ სფეროში საერთოდ მას არ ყავს დიდი მადლობა ბატონ კახა მე კიდევ ერთხელ გილოცავთ რომ დაკითხვა ამჯერად მშვიდობით დასრულდა დაკითხვის მომენტში ნამდვილად პოპულარული გავხდა რა თქმა უნდა ნახოთ იმედია შემდეგი დაკითხვა არ იქნება და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე საათი გაატარეთ თავად პროკურატურაში ახლა ბენდუკიძე აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების დაფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი მე კი მაყურებელს შევახსენებ რომ რამდენიმე წუთში დაიწყება ჩემპიონთა ლიგა სადაც რეალი და შალკე შეხვდებიან ერთმანეთს აქ ჩვენი კი ამით დასრულებულია ჩვენ დავბრუნდებით მომდევნო სამშაბათს ნახვამდის დიდი მადლობა